შეთანხმებით კიდევ ერთხელ, როგორც სლაიდზე ხედავთ, ჩემი სახელი არის ლევან კუციკი, ახლა ჟურნალ National Geographic-ის მთავარი რედაქტორი. რეკლამაც. დღევანდელ ასე ვთქვათ, საჯარო ლექციაზე, რომელიც ზოგადად არ მიყვარს დისკუსიები, მიყვარს ხოლმე, მაგრამ არ გამომდის, ტრადიციულად საიტნოტში ვარ ხოლმე, იმიტომ რომ მიყვარს როდესაც დღეებს ვლაპარაკობ, თუმცა ვცდილობ რომ სულს არ გადავაცილო და ვერაფრით ვერ ჩავჯექი, ვერასოდეს ვერ ჩავჯექი ამ დროის ლიმიტში. დღესაც გვიდებით რომ ვერ ჩავჯდები, იმიტომ რომ სალაპარაკო ბევრი მაქვს ალბათ, თუმცა იმედი მაქვს რომ ძალიან არ დაიგლებით და მაინც დისკუსიის რეჟიმში გადავალეთ და რაღაცა გარკვეული პასუხი იქნება. გარკვეული ტიპოზე პასუხი არ აქვს, იმიტომ რომ მეცნიერებას არ აქვს ამაზე პასუხი, მაგრამ მაინც თავისთავად საკითხი როგორც ხედავთ ძალიან ისეთი ფართია, ბუნდოვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოიცავს, ძალიან ბევრი საკითხი არის და ცხადია რომ შევეცადე რაღაცა თითო ასე ვთქვათ ხაზი ამომეღო აი ამ ნაკსოვიდან და აი ამ ხაზის გარჩევით შემდეგ ესტრაპოლირება გავუკეთებინა რაღაცების რამდენადაც ეს საშუალებას მოგცემს. ასევე მინდა გითხრათ რომ ესეთი ტიპის საჯარო ლექციებისათვის ეს არ არის მოგეხსენებათ უნივერსიტეტის ლექცია, ეს არ არის აკადემიაში შეკრებილი აკადემიური წრე, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ ძალიან გასაგებია რომ საზოგადოება არის ხოლმე ყოველთვის ესეთი ჭყალებში ჭრელი, სხვადასხვა ბექგრაუნდის, როგორც დღეს ვუყურთ ხოლმე ამის თქმა, არ არის აუცილებელი რომ ყველა რაღაც პოლიტიკურ მიმართულებებში და გემოვნებებში არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ჩახედული იყოს, არ არის საჭირო რომ ყველა ჩახედული იყოს რაღაცა მეცნიერების და თუნდაც ბიოლოგიის ვიწრო საკითხებში. შესაბამისად ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის ძალიან გასაგებად ვილაპარაკო და ძალიან ისეთი მეტაფორული ხანდახან მაგალითები, ხანდახან უხეში მაგალითებიც კი ხოლმე, იმიტომ რომ რაციონალური მარცვალები ვარ ამოვარჩიოთ იქიდან, რასაც ვამბობ და ეს მოგაწოდოთ. ამიტომ ვისაც ხოლმე მედიკებსაც ხედავ, ბიოლოგებსაც ხედავ, თუ ვინმეს იმედი აქვს რომ რამე ახალს გაიგებს ბიოლოგიური ან სამედიცინო თვალსაზრისით ჩემი ლექციიდან, ცხადია რომ შეუძლია მარტივად დაივიწყოს ეს, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ასე ვთქვათ ბიოლოგიურ სამედიცინო საკითხებზე არ მექნება ლაპარაკი, მექნება მხოლოდ ზოგად პრინციპებზე, რომელიც იმედი მაქვს რომ ყველა მედიკისთვის და არაბიოლოგისთვის, რომელთა უმრავლესობა იმედი მაქვს რომ არიან აქვს, მათთვის გასაგები გახდება. თუ არ გახდება გასაგები, ლექციის შემდეგ გთხოვთ რომ შემაწყვეტინებთ, იმიტომ რომ აზრი მეკარგება ხოლმე და მე ესე იგი ვეღარ კონცენტრირებ, შესაბამისად ლექციის შემდეგ ან ჩაინიშნოთ კითხები და შემდეგ გავმართოთ დისკუსია, თუ ასეთი საჭირო გახდა, მე მგონი სადისკუსიო მაინც არის საკითხი. ახლა თავისთავად ორი სიტყვა, ორი ტერმინი, რომელიც სლაიდზე არის გამოტანილი, ეს არის მეცნიერება და პოლიტიკა. მეცნიერების და პოლიტიკის ჭიდილი ბჭყალებში, რა თქმა უნდა, თუმცა არც ისე ბჭყალებში და ძირითადად ესე იგი პოლიტიკას იმდენად არ ვეცდები, რამდენადაც ისევ არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ პოლიტიკური გემოვნება უნდა ვახსენო. ზოგიერთი ადამიანი ძალიან ჩამოყალიბებულია თავის პოლიტიკურ წამსებსა და ღირებულებებში, ზოგიერთი შედარებით უფრო ნაკლებად და რაღაცა გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები აქვს ხოლმე, რომ ავიღოთ კლასიკურად მარცხნიდან მარჯვნივ. ხა დავანებოთ თავი მთელი 21 საუკუნის ძალიან ვიწრო წიაღწევს, სადაც მარჯვნივ მარცხნივ რაღაც ცენტრისკენ ლიბერალი და აი ავიღოთ უბრალოდ კლასიკური და ყველა ვიცით კლასიკური დღემდე, იმიტომ საბოლოო ჯამში მაინც დადის ან მარცხნივ ან მარჯვნივ და მათ შორის ეს სპექტრი რაც არის, მათ შორის ადამიანები იკავებენ ადგილს. სიტყვა პოლიტიკური გემოვნება, რომელიც არ მიყვარს, მაინც მოუხდება ყველა ადამიანს, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, სადღაც ამ წრფეზე თუ სწრაფად წარმოვიდგენთ ამ პროცესს მეტაფორულად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზემოთაც არის, ქვემოთაც არის და ბევრი სხვადასხვა მიმართულები და საერთოდ განზეც, მაინც ესეთი მარცხნიდან მარჯვნივ პოლიტიკური გემოვნებები თავისთავად რაღაცა წამსების და ღირებულებების საფუძველზე ადამიანს აქვს, აცნობიერებს ის ამას თუ არ აცნობიერებს. უმრავლეს შემთხვევაში საქართველოში ისეთი პოლიტიზირებულია სიტუაცია, რომ ბევრი ადამიანი ახალგაზრდები იქნებიან, ისინი თუ ძველი გაზრდები, ყველას რაღაცა თავისი დამოკიდებულება აქვს და ყველა თავს ვალდებულად ვთვლის, რომ აუცილებლად სადღაც ჩაეწეროს ამ წრფეში. თავისთავად თავისთავად ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს ძალიან მაღალი რაღაც აქტივობის ინტერესის მაჩვენებელი არის და ინდიკატორი არის ნებისმიერი საზოგადოებისთვის. ახლა რამდენად კარგი აქვს ზოგადად ასეთი პოლიტიზირება, ეს ალბათ სხვა ფაქტორების მიერ არის გამოწვეული, მაგრამ რაც გვაქვს, ეს გვაქვს და ფაქტია. მთელი ამ ცხადია რომ მე მეცნიერებას როდესაც ვეხები მაინც ბიოლოგიურ კატეგორიებზე და ბიოლოგიაზე მექნება ლაპარაკი, რამდენადაც შესაძლებელია პოპულარულად და პოლიტიკაზე უკვე გითხარით და იქნება ლაპარაკი და მთელი აი ამ ნაკსოვიდან ერთი ან ორი ხაზის გამოწვევა მინდა და ასე ვთქვათ აი ამ ხაზის ლოგიკის გაგრძელება. პირველი რაც მინდა გითხრათ, ესე იგი ბევრი სხვადასხვა საკითხზე შეიძლება ილაპარაკო, პოლიტიკური კონიუნქტურიდან ვითარებიდან გამომდინარე და მას შეადარო მეცნიერების საკითხები, მაგრამ ერთ ყველასთვის კარგად ცნობილ სიტყვაზე თანასწორობაზე, ასე ვთქვათ, მინდა აი ამაზე აეღო, თუმცა ხშირად არ გამოვიყენებ, მაგრამ მაინც
ამ ლოგიკას რომ გავყვეთ. სანამ დავიწყებ უშუალოდ საკითხს მინდა თუმცა ეს საკითხის შემადგენელი ნაწილია, მინდა ერთი პატარა ეპიზოდი გავხსნათ ჩემი ცხოვრებიდან. უკვე საკმარისად ესეთი ხანდაზმული ბიოლოგი ვიყავი. არც ვიცი დიდი ხნის წინ, სულ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ამერიკაში ჩასვლის დროს ჩემთვის ცოტა უცნაურ წრეში მანამდე არ ვიყავი ამ წრეში დამყოფი და მივიღე კულტურული შოკი, თუმცა ჩემი ასაკის ადამიანებს უკვე კულტურული შოკები აღარ უნდა ქონდეს. კულტურული შოკი მდგომარეობდა შემდეგში, რომ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც რაღაცა გარკვეულ პოლიტიკურ გემოვნებას კიდევ ერთხელ იზიარებდნენ, რომელთანაც მე მანამდე არ მქონია კონტაქტი, საკმარისად დაფუძნებული პატარა შეკრება იყო. დიდაც არ იყო, ასე ვთქვათ, დაფარული არაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ ისინი რაზედაც ლაპარაკობდნენ, ისინი არასოდეს არ გაიმეორებდნენ ამას საზოგადოებაში, იმიტომ რომ პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო. თუმცა მათი წამსები და შეხედულებები იმდენად შოქისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ დღემდე, ასე ვთქვათ, აი ეს შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. რაშია საქმე? მე მეგონა, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე რასიზმი, როგორც ასეთი, შესაძლებელია რაღაცა პატარა ჯგუფებში იყოს შერჩენილი სამყაროში და ასეთი სერიოზულად ამ საკითხს, ასე ვთქვათ, არ გაიხილავ. ეხლა ვთქვათ, არსებობს პოპულისტანები და არსებობს რაღაცა გარკვეული ჯგუფები ნეოფაშისტური, ამაზე არ არის ლაპარაკი. ჩვეულებრივი საზოგადოება დაახლოებით ისეთივე რაოდენობა ეხლა როგორც ვარ დარბაზში, დაწყებული ჩვეულებრივი რიგითი საზოგადოებრივი სკოლის მასწავლებელიდან, დამთავრებული ძალიან მაღალანაზღაურებადი ადვოკატიდან, რომლებიც რაღაცა გარკვეული ადგილას იყვნენ შეკრებილი, რომელსაც შეგნებულად ახლა არ ვასახელებ სად იყო და რა იყო, მაგრამ მენდეც სიტყვაზე, რომ მოკლედ უმრავლესობა მაგანი კი არა, აბსოლუტური უმრავლესობა ამიშნით იყვნენ მოსულები. ძალიან მარტივად ლაპარაკობდნენ ისეთ საკითხებზე, რომელიც არა მარტო არა პოლიტკორექტულია, არამედ სრულიად გაცდენილი არის მეცნიერულ თანამედროვე შეხედულებებს. და ჩემთვის იყო ეს კულტურული შოკი, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან განსაკუთრებული. რაღაცა გარკვეული განათლება აქვთ, გარკვეული სოციალური სტატუსი აქვთ თავიანთ იმაში, რა ქვია, საზოგადოებაში და ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი საუბრები იყო. საუბრები იყო ძირითადად, რა თქმა უნდა, შავკანიანთან, არა არცერთ შავკანიანი იქ არ იყო ეს. ამ შავკანიანებთან მიმართებაში ესე საუბარი როგორც ესეთი ახლა ცოტა ვამატებდი არ იყო, მაგრამ რაღაცა პატარ-პატარა ლაპარაკებში ჩნდებოდა, თუმცა ამასთან მიძღვნილი რამე კონფერენცია არ იყო, ეს ჩნდებოდა რაღაცა ეს ტექსტები, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. ზედმეტი კითხვების დასმაც არ დავიწყე, იმიტომ რომ უკვე ჩანდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ გამაკვირვა საკითხმა, როდესაც ყველა მათგანი კიდევ ერთხელ ვიყოთ საკმარისად განსწავლული ჩემი გარკვეული ადამიანები, თავიანთი უმაღლესი განათლებით და ასე შემდეგ, თუმცა აშკარად ჩამოყალიბებული წარსებით და ღირებულებებით, რომ ჩვენ და თქვა შავკანიანები ან კიდევ აზიელები ერთმანეთისგან განსხვავებით და სხვადასხვა სახეობები ვართ საერთოდ. იქ ამაზე უფრო შორს პოლიტკორექტულობა კვალებში თქვა არ წასულა, ზოგადად პოლიტკორექტულობა ეს ჩემთვისაც რაღაც გარკვეულ დონეზე ნაკლებად მისაღები რამ არის, მაგრამ ეს ჩემი პერსონალური პრეფერენციის რამ არის, მაგრამ მათი შეხედულებით ეს არ წასულა იმის იქით. თუმცა შეიძლება მარტივად მიხვდე ამას საფუძვლად რაც დასრულებს, შემდეგ თუ ამას საზოგადოება მისცა თქვა გასაგანი, რაში გადაიზრდება ხოლმე, ხო? მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამაზე ლაპარაკი გარეთ არ შეიძლება, თუმცა არ მალავენ თავის შეხედულებებს, მაგრამ მაინც პოლიტიკურად არაკორექტული არის ზოგიერთი მათგანი პოლიტიკოსობას უმიზნებდა ახალგაზრდები განსაკუთრებით და იციან, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ეს საკითხი, თუმცა მაინც არ მალავენ ის თქმამიდა, რომ არავითარი რაღაც ეზოტერული შეკრება არ იყოს, სადაც ადამიანები ამ თემაზე ჩურჩულებენ. არა, უბრალოდ ძალიან ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობდნენ. ეხლა ზუსტად ეს მომენტი მინდა რომ ეს განსწორების მომენტი და შემოწმოთ მეცნიერებისა საკითხში. განსწავლული ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყოს და ითქვა. მართლა პასუხობს თუ არა მეცნიერება, დღევანდელი ბიოლოგია, პასუხს ითქვა, რომელიც თურმე არ ნიშნავს დღემდე სადისკუსიო არის. ან განსხვავდებით თუ არა ჩვენ ერთმანეთისაგან სახეობა, როგორც სახეობა, თქვა შავკანიანი, თეთრკანიანი, კავკასიური გასა შავკანიანები და ვთქვათ სიტყვაზე აზიელები ერთმანეთისაგან განსხვავებით თუ არა. ეხლა მე რაც მასწავლეს და კარგი კი ბატონო მე კომუნისტური პერიოდისას გადმონაშთი ვარ და მაშინ მასწავლდნენ ესე რომ არ განსხვავდებით, მაგრამ უცებ დამარტყა თავში რომ ხო შეიძლება რომ რაღაცა შეიცვალა მასმერი და აღმოჩნდა რომ ეს ან ბავშვობიდან რომ გასვიდი ვარ ესე გონია რომ ეს ასე არის. ცადი ეხლა ცოტა ვამეტებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი პასუხი წინასწარ რაც მექნებოდა, მაგრამ მაინც რადგან ეს კითხვა ისმება, ჩემთვის ლოგიკური გაგრძელება ამისი არის ის, რომ ადამიანებს თქვა ელემენტარულ ბიოლოგიასთან არ აქვს არავითარი კავშირი და არ იციან ცხოვრებაში არ წაუგიხავთ, ან თუ წაუგიხავთ, რატომაც არ უღიარებიათ და ამაზე გვექნებოდეს ძირითადად ლაპარაკი, რომ ეს ასე არ არის. ანუ არის ფაქტი, მეცნიერულად დადგენილი ფაქტი და
მხოლოდ ინტერპრეტაციების დონეზე ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, წარმოდგენების შექმნა. ერთ-ერთი სუპერმოდელი, რომელსაც თქვენ ხედავთ, სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ აზიელი მე მგონი ჩინელი არის ის. უბრალოდ მინდა რომ ესე იგი სახე სპეციალურად შევარჩიე, რა თქმა უნდა, ეს რა ქვია, ლამაზი ადამიანები. ეს მათი წარმოდგენით ეს არის ჩვენგან განსხვავებული რასის წარმომადგენელი. შესაბამისად, სადღაც გამოკრთოდა ხოლმე, რომ ჩვენ შორის და სიტყვა უთანასწორობას და თანასწორობას მინდა ვახსენო ისე, რომ შესაძლებელია პოტენციალში ატარებდეს, რომ ის ასე ვთქვათ, ცოტა დაბალი კლასის წარმომადგენელი არის. ნაომი კემბელს ყველა იცნობთ, ის შავკანიანი არის და ასევე შესაძლებელია ის ლოგიკა, რომ გავაგრძელო, რაც იქ ლაპარაკი იყო, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისიც ასე ვთქვათ, ჩვენგან განსხვავებული სახეობა არის, ჩვენთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ კლასი ცოტა უფრო დაბალი. ამასაც ყველა იცნობთ და ეს არის ასე ვთქვათ, ძალიან განსხვავებული უკვე კავკასიური რასის წარმომადგენელი, თეთრი თითქინა ადამიანი და ჩვენ სამივე ერთმანეთისგან განსხვავებით. ეხლა მინდა რომ ერთი წუთით უკან დავიხიოთ და გადავიდეთ და რასაც შემდეგ მოყვეთ, ეს არ არის ადამიანებთან პარალელი, ეს არის, იმიტომ რომ მე რასაც ვილაპარაკებ, არ მინდა რომ ვინმეს დარჩეს შტაბ-ბიჭები, რომ ძალებზე გადავიდეთ ამკლებზე და არ მინდა რომ ვიღაცა შტაბ-ბიჭება დარჩეს და ხელოვნურ იმაზე, სელექციაზე, ან ხელოვნურ გადარჩევაზე და რომ რამდენიმე პარალელს ვაკეთებ ადამიანებთან. არა, უბრალოდ უბრუნდები ძირითად საკითხს და გენეტიკას. ეს არის ლეოპარდი, რომელიც ყველა ძალიან კარგად იცით, ხო? პანტერა პარდოს ასე ქვია, ასე ვთქვათ, სახეობა. და სახეობის განმარტება არის ძალიან მარტივი. ეს არის პოპულაციაში, რაღაცა გარკვეული პოპულაციების ერთობლიობა, რომელშიც ერთნაირი ინდივიდები არიან, რომლებიც გენეტიკურად ძალიან გვანან ერთმანეთს, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მარტივად ეჯვარებიან ერთმანეთს, იძლევიან ნაყოფიერს თავმოყრობას, არა? ბევრი კრიტერიუმი არის სინამდვილეში, რომ ჩავყვეთ ამ განმარტებას, რა არის სახეობა, მაგრამ ძირითადი საკითხები ეს არის, ისინი უნდა ეჯვარებოდნენ ერთმანეთს მარტივად და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს რაღაცა სახეობების შიგნით გარეგნული ნიშან-თვისებების, ისევე როგორც ადამიანებს შორის გარეგნული ნიშან-თვისებების სხვაობები, ხო? ლეოპარდი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ სლაიდზე, არის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, ბეწვიანი, მას აქვს შავი, მესენი რა ქვია, ლაქები. ამას პანტერას ვეძახით ხოლმე და ძალიან ბევრს ეს ისევე როგორც ნაუმ კემბელის სხვა სახეობა გონია. სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად ლეოპარდი, ერთი და იგივე სახეობა არის და ამასაც ქვია პანტერა პარდოს. ხანდახან მიაწერენ ხოლმე რა მელანისტი და ეს მელანისტი მხოლოდ იმიტომ, რომ ინდივიდი აღნიშნონ, რომ ეს არის შავი ინდივიდი, მაგრამ აბსოლუტურად ერთი და იგივე სახეობა, იაგუარებსაც ყავს ზუსტად ასეთები, შავის და ასე ვთქვათ, ყვითელი ხალებიანით. ეს არის სრულიად ერთი და იგივე სახეობა, იმიტომ რომ სხვა არც ერთს არ ეჯვარება, არ იძლევა ნაყოფიერს თავმოყრობას და არის უბრალოდ აი ეს მელანისტი, მინდა რომ დაიმახსოვროთ ის რამდენჯერმე შეგვიძლია, არაბიოლოგები და მედიკები, არამედიკები ვიცხარ. მელანინი ეს არის პიგმენტი, რომელიც განსაზღვრავს ფერს. და ფერზე გვექნება დღეს ბევრი ლაპარაკი, არა მაგრამ კანის ფერს, არამედ თვალის ფერს, ასევე თმის ფერს, ოდესაც მეც ხონდა, არ ვიყავი ქერა. და ყველა შემთხვევაში ეს არის ის პიგმენტი, ანუ საღებავი, მარტივად რო ვთქვათ, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმში, ჩვენს ორგანიზმში და თქვათ ზუზუმწოვრებში და არა მარტო ზუზუმწოვრებში ფერს. ამ მელანის ახასიათებს ეს თვისება, რომ შთანთქავს რაღაცა გარკვეული სპექტრის ფერებს, ფიგურის სინათლიდან და ამის გამო არის შავი. ყველა ძალიან კარგად ცნობს ცხოველს, რომელიც თალში მიწირავს, ეს არის ჩვეულებრივი რუხი მგელი. ფლაც რუხი არ არის, ოდნავ მოწითალო ელფერი გადაკრავს იმ სახეობას, ხესახეობას, რომელიც საქართველოში არის გავრცელებული და საერთოდ ჩრდილოეთ პალეარქტიკაში აქეთ აღმოსავლეთში, ანუ ევრაზიის კონტინენტზე უმრავლესობა ასე გამოიყურება და ძალიან ძნელია რომ თქვათ შეგეშალოს. კანადაში და ჩრდილოეთ ამერიკაში არის შავი მგელი, რომელიც აბსოლუტურად იგივე სახეობა არის, კანის ლუპუს, აქაც მელანინის ამბავი არის და სრულიად თავისუფლად ეჯვარება ყველა დანარჩენ მგელს, მათ შორის ქართულ მგელსაც კი, გამოირჩევა მხოლოდ, თქვათ, აი მელანინის ჭარბი ოდენობით, იმიტომ რომ ის ჭარბი ოდენობა განსაზღვრავს ზუსტად ფერს. უფრო უცნაური არის, რომ არსებობს კიდე აბსოლუტურად თეთრი მგელი და სხვათა შორის ეს შავი და თეთრი არ არის, ეს რა ქვია, იშვიათობა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ისინი პოპულაციის ძალიან დიდი შემადგენელი ნაწილი არიან. ანუ ეხლა რისი ხაზგასმა მინდა რომ ნებისმიერ სახეობაში არ არის აუცილებელი რომ სახეობის ფენოტიპი ან გარეგნული ნიშან-თვისება რაღაცით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რომ ეს ინდივიდი გამოვიტანოთ სახეობიდან და ვთქვათ, რომ ის სხვა სახეობა არის.
ისევე როგორც მგელში ძალიან მარტივად არსებობს ჩვეულებრივი რუქინგელი, ჩვეულებრივი თეთრინგელი, ჩვეულებრივი შავინგელი, ოღონდ ეს ყველაფერი ერთად არის ნამდვილად მგელი. ისინი კიდევ ერთად შევთანხმდეთ, რომ ეჯვარებიან ერთმანეთს ძალიან მარტივად და იძლევიან ნაყოფიერ შთამომავლობას. მგელი ვახსენეთ და ძალიან ძაღლებზე რომ მქონდა ლაბარაკი, ახლა მინდა რომ ეს ლოგიკა გავაგრძელო, ეს არის ყველაზე უფრო დიდი ძაღლი, რომელიც ასე ვთქვათ ადამიანმა გამოიყვანა, გერმანული დოგი, რატომაც დანიშნეს აქ თუმცა ის სულფადი არის, დოგს ვეძახი ხოლმე ძალიან მარტივად, ფიზიკურად ის არის ყველაზე უფრო დიდი. შემდეგი სლაიდი ეს არის ყველაზე პატარა ძაღლი, ჩიჰუაჰუა, რომელიც აი ეს ხელშიდაც დაიჭირდა, ძალიან პატარა არის, შეიძლება ვთქვათ შამპანურის სანემის ბაკალშიდაც, ჩიქაშიდაც იგი შეიძლება მოთავსდეს. ეს არის გერმანული დოგი და ჩიჰუაჰუა და უნდა იყოს, რომ ეს არის ძალიან დიდი ჩიჰუაჰუა და ძალიან პატარა დოგი, იმიტომ რომ ტრადიციულად ახლა რასაც უყურებთ თავის ხელა არის, დოგის თავის ხელა არის, მაგრამ რეალურად კიდევ უფრო პატარა არის და კიდევ უფრო დიდი დოგი რომ მოეძებნათ, ასე ვთქვათ, ეს არის. ანუ რისი ხაზგასმა მინდა და არავითარ შემთხვევაში ეხლა ზუსტად ის მინდა რომ რა სელექციებს და ყველაფერს თავი დავანებოთ. უბრალოდ მინდა ესეთი რამ ვახსენო, რომ გენოტიპი, ჩვენი გენები, რომლებიც განსაზღვრავს ერთი მხრივ, თქვათ, იგივე მელანინს, რომელსაც გვაქვს ლაბარაკი, გამოირჩევიან არჩეულებული პლასტიკურობით. მგელი ეს არის სახეობა, საიდანაც წამოვიდა ყველა ძაღლი. ადრე იქონათ თქვათ, ტურას ნაწილი იყო, ინტერში ჯორების დასაშები, კრენის ანალიზმა ანახა, რომ ყველა ჯიში, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს და უზარმაზარი რაოდენობა ჯიშებიც არსებობს სამყაროში თქვენ ძალიან კარგად იცით, წამოსული არის ერთადერთი წინაპრისგან და ეს ერთადერთი წინაპარი არის მგელი. მოშინაურების პროცესი დაიწყო ბევრი ათასი წლის წინ, ცხადია და ადამიანს რაღაცა გარკვეული ნიშან-თვისების გამო მოწონდა ესა თუ ის თქვათ ნიშან-თვისება, აჯვარებდა მსგავსი ნიშან-თვისების მგელებს, უკვე გაძაღლებულებს, უკვე ძაღლებს და შემდეგ ესე ხაზები წარმოიშობოდა, რომელსაც დღეს ჩვენ ჯიშებს ვუძახით. და საბოლოო ჯამში ერთი გენოტიპიდან, ანუ ერთი სახეობის გენეტიკური მასალიდან ჩვენ მივიღეთ ისეთი უზარმაზარი მრავალფეროვნება, როგორიც იყო ჩიჰუაჰუა და როგორიც იყო, ასე ვთქვათ, დოგი იყო და მათ შორის უამრავი ზომისა და ფორმის განსხვავებული ასე ვთქვათ ძაღლები, რომლებიც ჯერ კიდევ სახეობად დამოუკიდებელ სახეობად ჩამოყალიბებულები არ არიან. ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ბიოლოგიური კატეგორიით შევხედავთ და არა ვთქვათ ეგრეთ წოდებული ფარმინგის კატეგორიით, მგელი ძაღლიც არის მგელი და ამისი მარტივად შესაძლებელია ამის ასე ვთქვათ ბიოლოგიური თვალსაზრისით ამისი დამტკიცება, იმიტომ რომ თქვენ გავუშვათ ძაღლი ფერალიზაცია რომ მოახდინოთ, არა მაგრამ ძაღლები რომელსაც ქუჩაში ხედავთ, არამედ ტყეში რომ გავუშვათ ძაღლების გარკვეული რაოდენობა, გარკვეული პოპულაცია, ისინი დაიწყებენ გამრავლებას, იქსადაც გლები არიან და განწმუნდეთ, რომ სიტყვაზე 50 წელიწადში აღარც ერთი ძაღლი აღარ დარჩება, არა იმიტომ რომ გლები მათ გაანადგურებენ და საქმე უნდა გაანადგურებენ, მაგრამ ნაწილს შეუჯვარდებიან და ესე მეტაფორულად ვთქვათ, შეიწოვენ მთელ პოპულაციას, იმიტომ რომ ეს ერთი და იგივე სახეობა არის, ეს არის ხელოვნურად ასე ვთქვათ გამოყვანილი რაღაც ნიშან-თვისებები, რომელიც დომინანტ გენებს, რომლებიც აქვს გლებს, ვერ გაუძლებენ და ასე ვთქვათ, გლის პოპულაცია აუცილებლად ისევ შეიწოვს მას. დაახლოებით იგივე პრინციპი არის მტრედებში და მტრედის უამრავი სახეობა არსებობს, თქვენიცი ძალიან ბევრი პოსტის, თეთრი, ყვითელი, ჯანდაბა, დოზანა არის ერთი ჩვეულებრივი რეჟანი, მტრედი რეჟანი შეფერილობისა, როგორც კი თქვენ შეჯვარებებს შეწყვეტ კონკრეტული ხაზის გამოსაყვანად რომელიმე მტრედისას ის რამდენიმე თაობაში იმ წუთში რეჟანის შეფერილობას უბრუნდება და ასე ვთქვათ იკარგება ყველა ის წინა ნიშან-თვისება, რომელიც მას ჰქონდა. თითქოს ასე ვთქვათ ცენტრალურმა პოპულაციამ ჭაღლებში, ველურმა პოპულაციამ თითქოს ისევ უკან შეიწოვა. იმიტომ რომ როგორც იტყვიან, ეს არის basically ერთი და იგივე სახეობა. დარგა ეს ასე ვთქვათ დიდი ხნის წინ იცოდით, სანამ ადამიანის გენომის პროექტი დაიწყებოდა. ანუ ადამიანის გენომი თქვენ იცით, რომ გარკვეულწილად კი არა გაშიფრული არის, ну, რასაც ახლა აბსოლუტური არაფერი არ არის, მაგრამ უმეტესწილად ასე ვთქვათ, ცნობილია, ახლა ამაზე მე არ მინდა ძალიან დეტალებში ჩავიდე, მაგრამ დაიწყო ეს პროექტი ძალიან დიდი ხნის წინ და ну, გასრულდა კიდევ მიმდინარეობს. ფაქტიურად გაშიფრული არის ადამიანის გენომი და დღევანდელი ბიოლოგიური კატეგორიებით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა გენების დონეზედაც კი, თუმცა იცოდით რა მანამდე, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, არ არსებობს არავითარი ფაქტი იმისა, რომ თქვათ შავკანიანი ადამიანი წარმოადგენს სხვა სახეობის ადამიანს და თეთრკანიანი არის სხვა სახეობის ადამიანი. ეხლა მინდა რომ ერთი წუთი შემოვიდეთ გენებზე, არ არის აუცილებელი იყოს ბიოლოგი, იმისაც რომ ეს იცოდეთ, ძალიან მარტივი, გავამარტივებ ძალიან ესეთი სქემა და ორი სიტყვით მინდა დაველაპარაკოთ რა არის გენები, იმიტომ რომ და როგორ მუშაობენ გენები და ვეცდები რაც შეიძლება მარტივად ახსნა, შეიძლება ზოგიერთი მაგალითი მართლა მოვიყვანო მეტაფორულად ან
ხატოვნად და დამავიწყდეს, რომ ეს ხატოვანია თქმა, არ უნდა მიიღოთ იმას, რასაც ვამბობ, ასე ვთქვათ, პირდაპირ, მაგრამ მინდა რომ რაციონალური მართვარი და ზოგადი ლოგიკა როგორ არის მოწყობილი მთელი ეს სისტემა, ამის ცოტა აზრი მოვიდეთ, იმისათვის რომ მე რთული საკითხები გვაქვს კიდე წინ. თქვენ რასაც ხედავთ, ესე იგი მრგვალი, ეს არის უჯრედი, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი ასე გამოიყურება, ნუ პირთვიან უჯრედზე არის ლაპარაკი, მის ცენტრში არის მოთავსებული ბირთვი და თქვენ ხედავთ, რომ ცენტრში ბევრი სხვა ორგანელები, თვითონ ორგანოებისავით, რომელსაც უჯრედს თავისი აქვს, პატარა ორგანოიდები არიან, მათ შორის ამ ბირთვში არის ესეთი წარმონაქმნი, რომელიც სახელის ყველა მიცით, ეს არის ქრომოსომა. ქრომოსომები არის ესე იგი ის ადგილები ჭყალებში, რა თქმა უნდა, ადგილი არ არის ისეთი სეგმენტი უჯრედისა ბირთვში მოთავსებული, რომელიც შეიცავს მთელ არა, მაგრამ გენეტიკურ მასალას, უდიდესი რაოდენობის გენეტიკურ მასალას, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს აქვს. ეხლა ქრომოსომაში რედუქციონისტურად რო ჩავყვეთ, ანალიზი რო გავაკეთოთ და კიდე შიგნით რა არის, რომ გავკეთოთ ეს ქრომოსომა, თქვენ ხედავთ ამოსული სპირალი და ეს არის ზუსტად დნმ-ი, ამ შემთხვევაში, ნუ არსებობს ნუკლეინის მჟავებით ბევრი სხვა ნაირსახეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში დნმ-ზე გვაქვს ლაპარაკი, ეს არის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა. ანუ მეგამოლეკულა, რომელიც 4 კომპონენტისგან არ მინდა დაგაბმოთ ბევრი ტერმინებით, შევთანხმდეთ, რომ უბრალოდ 4 კომპონენტისგან შედგება, ეს 4 კომპონენტები სხვადასხვანაირად როეწყობიან ერთმანეთზე, წარმოიქმნება რაღაცა გარკვეული უნიკალური ჯაჭვი, ორმაგი ჯაჭვი, ორმაგი სპირალი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული დნმ, რომელიც ყველა მიცით რა არის, ან განმილიკია, ხო? ამაში არის ჩაწერილი ყველანაირი ის ინფორმაცია, რაც ქმნის ჩვენად. მორფოლოგიური, ანუ გარეგნული ნიშანშრომებით, შინაგანი ნიშანშრომებით და აი ხასიათებზე და მსგავსებზე ცოტა მოგვიანებით და ყველაზე საინტერესო საკითხი იქით არის ვილაპარაკებთ. გენი რა არის? ახლა მე ვთქვი, ხო, ქრომოსომა ბირთვი გავიგე, ეს გავიგე, გენი რა არის? გენი არაფერი არ არის, თუ რაღაცა რაღაცა გარკვეული მონაკვეთი ამ ჯაჭვისა, რომელიც ესე მარტივი ბიოლოგიური განმარტება მაინც უნდა მოგწევთ, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ერთი ცილის პირველადი სტრუქტურის სინთეზის შესახებ. რთულია, მაგრამ თავიანთი დანერგა და ავწნათ რა. იქ სადაც არ არის ცილა, არ არის სიცოცხლე. თქვენ იცით, რომ ძირითადად გაგიგეთ ალბათ ბიოლოგიის ზოგადი კურსიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ტიპის ორგანული ნივთიერებები არსებობს სამყაროში და ჩვენს ორგანიზმში და კი, რატომღაც ხშირად და თამას თავისი ახსნა, ყველაზე უფრო ხშირად ჩვენი სკოლის წიგნებში სამ ძირითად ზე ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას და ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ხო? ცხადია, ასე იგი, სამივე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზმი იყოს აგებული. აქედან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ცილა, იმიტომ რომ მეტაფორულად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ სადაც არ არის ცილა, არ არის სიცოცხლე. ცილა არის ფაქტიურად სიცოცხლის, ასე ვთქვათ, სინონიმი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ორგანიზმი ძალიან დიდი ნაწილი აგებულია ცილებისაგან. ცილა არის უამრავი, სხვადასხვანაირი, არის ბევრნაირი სტრუქტურები ახასიათებს, წარმოუდგენელი რაოდენობით არის თვითონ ერთ პატარა უჯრედშიც კი და დაწყებული არ ვიცი მე მინდა რა ქვია, ჩემი ფრჩხილიდან დამთავრებული ბევრი სხვა ქსოვილის და ცოლში, ყველაფერი ეს არის ცილები, ცილები ასევე არის გარკვეულწილად ენერგეტიკული მასალა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა ნუ ნახშირწყლები ძირითადი, მაინც უფრო ძირითადი არის და ცხიმები წყლის, ასე ვთქვათ, რეზერვუარი არის ჩვენს ორგანიზმში. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ცილები განსაზღვრავენ ყველაფერს, განსაზღვრავენ იმას, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები, ჩვენ გამოვიყურებით ისე, როგორც გამოვიყურებით და ეხლა ისმება კითხვა, როგორ მუშაობს, რა კავშირი არსებობს დნმ-სა და გენსა და ცილას შორის, ხო? ვამბობთ, რომ ცილების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცილის შესახებ ინფორმაცია ჩაწერილია სადაც დნმ-ში. არ მინდა ახლა ძალიან რთული ბიოსინთეზის შესახებ გითხრათ, მაგრამ თითოეული გენი, რადგან შეესაბამება ერთი ცილის პირველად სტრუქტურას, ნუ ყოველთვის პირველად არა, მაგრამ მაინც ერთი ცილის ესე იგი პირველად სტრუქტურას, აქედან როგორღაც უჯრედში გადაიწერება ხოლმე ინფორმაცია სხვა ორგანოიდებზე, პატარა ორგანოებზე, რომლებიც აკეთებენ ამ ცილების, ასე ვთქვათ, აწყობას. მე ეს ცილები გადის ან რჩება უჯრედში, ან გადის უჯრედიდან და ხმარდება უკვე ისინი აკეთებენ იმას, რითაც ჩვენ ცხოვრობთ, ან ენერგიას ვაჭრობთ, ან კატალიზატორს მოკლედ, ან სხვა პროცესებს ეხმარებიან და ასე შემდეგ. მათ გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჩვენი არსებობა. დავუკვირდეთ ისევ თვალს და თვალის ფერს. ისევ რა უბრალოდ შემოვიტანოთ უბრალოდ თვალის ფერი. და ისევ მელანინზე ვილაპარაკოთ, ხო? ანუ პიგმენტზე. ეს პიგმენტი თავისთავად ესე იგი, ნუ რა თქმა უნდა, ცილების მსგავსი კომპონენტების არის შედგენილი, თვალცილა არა, მელანინი არ არის ის,
რომელიც სინთეზირდება პირდაპირ დნმ-დან, პირდაპირ გენიდან. გენები წარმოქმნიან რაღაცა გარკვეულ ცილებს, შემდეგ ეს ცილები რაღაცა გარკვეულ რეაქციებში შედგენილობენ და რაღაცა გარკვეულ პროცესებში და წარმოიქმნება რაოდენობრივი თვალსაზრისით განსხვავებული რაოდენობა და ეს განსხვავებული რაოდენობა განსაზღვრავს იმას, თვალი არის ამათ იმ ორგანიზმში, ამათ იმ ადამიანში, თქვა ცისფერი, ყავისფერი, უფრო უხი ყავისფერი, მწვანე თუ ასე შემდეგ, რაოდენობრივი სხვაობების გამო და ანუ რაოდენობების შესახებ ინფორმაციაც ასე ვთქვათ ჩაწერილი არის ამ გენებში, რამდენი უნდა დასინთეზირდეს. მთელი პროცესი იმიტომ ვახსენე, რომ წარმოვიდგინოთ, რომ არ არის ისე მარტივად, როგორც თქვა, ერთი შეხედვით შეიძლება იყოს, რომ თითქოს ერთი გენი პირდაპირ წარმოქმნის თვალის ფერს, არა. და ეს არის ძალიან მარტივი სქემა, მინიმუმ ასე ვთქვათ, ორი ნაბიჯი არის მათ შორის, მინიმუმ ორი ნაბიჯი, რომ გენიდან გადაიწერება ინფორმაცია, სადღაც დასინთეზირდება რაღაცა ცილა, შემდეგ ეს ცილა რაღაცას უწყობს წელს და სინთეზირდება მელანინი, ხო? და ორგანიზმი კიდევ უფრო რთული რამ არის და უამრავი სხვადასხვა საფეხურები არსებობს, სანამ გენიდან რაღაცა გარკვეულ უფრო რთულ ამბებამდე მივალთ, რაც ჩვენს გარეგნულ და შინაგან ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს. საბოლოო ჯამში მინდა დავასკვნა და ვთქვა, რომ აბსოლუტურად დადგენილი ფაქტი არის და უკვე წყალი არ გავუვა, ყოველ შემთხვევაში მე იმ სკოლას მივხვდი, რომელსაც მივაკუთვნებ ჩემ თავს, რომელსაც ამაში ეჭვი არ შეეძდის, რომ მთელი ეს პროცესი და მელანინი და სიშავე, მათ შორის კანისაც, მათ შორის თვალისაც იქნება თუ ასე შემდეგ, არის გენეტიკურად დეტერმინირებული, ანუ გენეტიკურად ჩაწერილი სადღაც ჩვენს გენებში, გადაეცემა ჩვენს თაობებს და აი ეს ნიშან-თვისებები, რომლებიც არის მორფოლოგიური, გადადის ჩვენ შვილზე, ჩვენ შვილიშვილზე და ასე შემდეგ, ხო? შავკანიანებზე თუ ლაპარაკი და ვთქვათ, იგივე საკითხს თუ დაუბრუნდებით, ეს არის მელანინის რაღაცა გარკვეული კონცენტრაცია, გარკვეული რაოდენობა, რომელიც გენეტიკურად არის დეტერმინირებული ამ ადამიანებში, მაგრამ ლეოპარდის არ იყოს პარალელს ვაკეთებ, ფენომენის პარალელს ვაკეთებ, მხოლოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ 22-ე საუკუნის დასაწყისში ჩვენ ვიფიქროთ, რომ ისინი სხვა სახეობები არიან, შესაბამისად ამ კუთხით რაღაცა თანასწორობაზე ლაპარაკი და ვთქვათ, განსხვავებულობაზე ლაპარაკი ეს არის აბსოლუტური ანაქრონიზმი და სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ არ შეესაბამება ბიოლოგიურ ფაქტს, რომელიც მოცემულობაში ესეთი არის. მიუხედავად ამისა, შემდეგი სლაიდი გამისრო ხოლმე ნახეთ, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, არ ცნობენ ამას, გამარჯობა ეს რაღაცა სისულელე და კონტრარგუმენტს რო ეკითხები რა არის, კი, მაგრამ რა მოყავს კონტრარგუმენტად, გეუბნება, რომ ის რაღაცა გენები არ არსებობს, არაერთი რაღაც სისულელები, ღმერთმა შექმნა ადამიანი ისე როგორც შექმნა, ზოგი შავი არის, ზოგი თეთრი არის, თეთრები ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, ანუ მე ხა იმ საღამოს მოსმენილ ამბავს კი არ ვამბობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ის აზრობრივ გაგრძელებას ვამბობ, იმ ლოგიკის რაც ყველამ კარგად იცით და მოგისმენიათ ალბათ ხშირად წარსული დროიდან და თურმე აღმოჩნდა რომ ეს ხდება და ეს ლოგიკა შემდეგი არის, რომ და არ გამაგონოს სისულელე ღმერთმა შექმნა ადამიანს თქვა ასეთად და ისეთად, ის უფრო დაბალი კლასია, მე უფრო მაღალი კლასი ვარ, იმიტომ რომ სულელური არგუმენტი მე თუ ვთქვა რომ აი მაგალითად თეთრები უფრო მეტ ნობელის პრემიას იღებენ, მაგალითად თუ რა რაღაცები მოკლედ გოდავენ ხოლმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩამოყალიბებული აზრი აქვს, რომ თქვა ეს არის სხვა, არ ცნობ იმას, რასაც შენი გენეტიკა ლაპარაკობს, არ წამიკითხავს, მაგრამ არ მჯერა და მჯერა ისი, რაც ვიღაცამ დაწერა 3000 წლის წინ, როდესაც ნუ არავითარი მსგავსი ადამიანებმა არ იცოდნენ არაფრის შესახებ და ნუ მოკლედ აი ამ გემებში რა ქვია სანტა-კლაუსის ზღაპრებში არის ძირითადად ეს ანუ არავითარი კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან და ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ სხვადასხვა მეცნიერების პრობლემა არის მეც ვკითხავ პირველ რიგში ანუ თუ ვინმე არის გასაკითხი მეცნიერება არის გასაკითხი და მხოლოდ ეხლა დაიწყო მეცნიერებმა მხოლოდ ეხლა დაიწყო იმაზე ფიქრი რომ ძალიან შორს წავიდა კვლევები ძალიან ბევრი რაღაცა აღმოჩნდა ეს არასოდეს პრინციპში კომუნიცირებული როგორ უნდა თქვა ქართულად არ ვიცი არ არის კარგად კომუნიკირებული მოწოდებული საზოგადოებისათვის იმიტომ რომ მეცნიერებს უმრავლეს შემთხვევაში ფეხებზე კიდია თქვა დანარჩენები გასაკეთებენ ჩამიზიდათ თქვა რა თქმა უნდა ისინი სოციალისტების წევრები არიან მე ცოტა ეს არაკორექტულად ვამბობ მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში რო აი შედეგობრივი ვარ ხო ისინი მიერეკებიან და სადღაც არიან და ჩვენ დანარჩენებმა არაფერი ვიცით ამის შესახებ წარმოიშვა საჭიროება რომ და ეს საჭიროება უკვე ამის თანამაგალითების გამოწარმოიშვა და ამაზე რთული მაგალითების გამოწარმოიშვა რომ იყოს კომუნიკაცია მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის იმიტომ რომ რიგითი ადამიანი არ არის აუცილებელი ვთქვათ ის მეცნიერი იყოს არ არის აუცილებელი იცნობდეს მეცნიერულ ვთქვათ მიღწევებს და მეცნიერულ მეთოდებს და
არადა იქიდან მხარე ძალიან დინამიურად მიდის ადამიანი რჩება რაღაც თავის წარმოდგენებში, არ ეხმარება, მან არის რა ხდება იგივე მეცნიერებაში, მისი წამწები და ღირებულებები არ იცვლება, ან კიდე იცვლება საერთოდ სხვა მიმართულებით, აცდენა ხდება და შემდეგ ეს იწვევს ძალიან სერიოზულ კონფლიქტებს. ერთ-ერთი კონფლიქტი ამ ძაფის გამოწვევის მსგავსად არის სწორედ პოლიტიკური ჭიდილები, შემდეგ რომელიც დაფუძნებული არის რაღაცა გარკვეული ბიოლოგიური კატეგორიების არცოდნის გამო, რომელიც პრინციპში სიგნისეულად არც არავის მოეთხოვება რომ ვიცოდეთ. უცნაური ის არის, რომ ხანდახან ჩვენ უფრო მეტად ვართ ფიზიკაში გასწავლიერებულები, ვიდრე რიგითი მოქალაქეები, რიგითი უცხოეთში გულისხმობ არაფიზიკოსებს, ვიდრე ბიოლოგიაში. ამას თავისი ახსნა წაკ, იმიტომ რომ ბიოლოგია შედარებით უფრო დინამიური განვითარებული ახალგაზრდა მეცნიერება არის და ისტორიული მეცნიერებით ფიზიკა უფრო დიდად, ასე ვთქვათ, დიდი ხანია მოხდებს. ასევე არაკონფლიქტური არის ფიზიკა, სოციალური თვალსაზრისით ნაკლებად კონფლიქტური არის, მხოლოდ რელიგიასთან აქვს მას ასე ვთქვათ კონფლიქტი, მაგრამ სხვა სოციალურ სფეროებში მას კონფლიქტი არ აქვს. ამიტომ მარტივად იღებენ ადამიანები. თქვენ შეიძლება სრულიადად არ იცოდეთ ნიუტონის პირველი, მეორე და მესამე კანონი, სრულიადად შეიძლება არ იცოდეთ სოფიო მიზიდულის კანონი, რომელიც ამ კაცმა აღმოაჩინა, სრულიადად არ იცოდეთ მაგალითად სინათლის ხილული, სინათლის სპექტრა დაშლის რაღაცა კანონები და მსგავსები, მაგრამ თქვენ იცით, რომ სისხლხელა არის ამ დაშლის პროცესი, თქვენ იცით, რომ მიზიდულობა არსებობს ყოველ შემთხვევაში ამ გრავიტაციულ ველში, ამ დედამიწაზე ასე მუშაობს და ნიუტონის სამივე კანონი ამ ველში ძალიან გამართულ და კონკრეტულად მუშაობს. და ამაზე კითხვას არ სვამთ, ხო? ასევე რელიგიას და გაგვიგეს ყველას, რომ მაღალი მასების და თქვა სხვა ენერგიაში რა ქვია, კოსმოსში სხვა კანონები მუშაობს და ფარგლების თეორია შემოდის, ხოლო ძალიან მიკრო სამყაროში კვანტური თეორია შემოდის. ამის იგი ჩვენ არაფერი არ ვიცით, მაგრამ ეჭვს არ სვავთ, თუ არა რელიგიური საკითხები რა თქმა უნდა, ეჭვს არ სვავთ და ეს არ გადადის სოციალურ კონფლიქტებში და ეს არ იწვევს ხოლმე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ რაიმე ჭიდილებს, განსხვავებით ბიოლოგიისაგან. და ეს ადამიანები, რომელიც აპაპა ძახიან და ასე ვთქვათ, არ იგებენ არანაირად, არიან და არიან, ხო? ყველაფერი ამის შემდეგ, სანამ ამ სეგმენტს დავასრულებ, მე მინდა, ასე ვთქვათ, დასკვნით სახით ვთქვა, რომ ვინც მეტყვის, რომ ეს ორი ადამიანი არის სხვადასხვა სახეობა, ის ჩემი აზრით ძალიან დიდი კუთხე უბრალოდ პრობლემი არის. ეს მე ასე ვთქვათ, ჩემი ერთადერთი არაკორექტული სიტყვა ახლა ვიტყვი, მაგრამ იმდენად რომ მწამს ის, რასაც ვლაპარაკობ, რომ შემიძლია ამისი დეკლარირება. მეორე საკითხი, რომელიც მართალია არ ეხება ასე ვთქვათ თანასწორობას, მაგრამ რომელიც გახდა პოლიტიკური საკითხით მინდა შემოვიყვანო, რომელიც გახდა მეცნიერებასა და პოლიტიკური ჭიდილის საფუძველი, ეს არის ავადმსახსენებელი გლობალური დათბობა, უფრო სწორედ კლიმატის ცვლილება, ხო? და ეს ფენომენი თითქოს პოლიტიკური ლაკმუსი გახდა. ადამიანი იმის და მიხედვით ვთქვათ, რომელს ემხრობა, რომელ თეორიას კი არა, რომელ ასე ვთქვათ აი ამ კითხვაზე რას ცემს პასუხს, იმის და მიხედვით ძალიან მარტივად შეიძლება ვიღაცა მესამე ჩაწეროს ან მარჯვნივ ან მარცხნივ, ხო? ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ პრინციპში არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კლიმატის ცვლილება ხდება, მაგრამ კითხვა დგას ასე, ადამიანმა გამოიწვია კი ეს ბოლო ცვლილებები რაც ხდება თუ არა და ამაზე ვერ თანხმდებიან არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ რაღაცა გარკვეული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები ერთმანეთთან. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ძალიან არის არ მინდა რომ ძალიან ბევრი დრო შევეცინოთ ამაზე, ბოლო ნომერი მაგალითად National Geographic-ს სუნთლიანად მიზნული არის კლიმატის ცვლილებასთან, კლიმატის ცვლილებას, აქ ყველა დეპარტამენტი, ყველა ისინი ინფოგრაფიკები, ყველა სტატია არის, ფაქტიურად არის სინთეზი იმ ინფორმაციისა, რომელიც ამტკიცებს, რომ გინდა თუ არ გინდა და ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილება ის, რასაც ჩვენ უყურებთ დღეს, ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული. და იმ ინდუსტრიის მიერ, რომელიც ესე დაჩქარება ამ პროცესის არის გამოწვეული და იმდენად ბევრი ფაქტი დაგროვდა, რომ ამის უარყოფა პრინციპში უკვე შეუძლებელი არის. თუმცა არსებობენ ადამიანები, არსებობს გარკვეული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სიმპათიის ადამიანები, რომლებიც არ იღებენ ამ ინფორმაციას და მიუხედავად იმისა, რომ თქვა 3000 მეცნიერი იქნება თუ რაღაცა კოლოსალური რისკი, რომელიც სხვადასხვა სფეროში მუშაობს და რომელთა აღებული მონაცემები, რომლებსაც გაუძლეს სტატისტიკურ დამუშავებას და არის ემპირიული ფაქტები და გვეუბნებიან, რომ ეს ნამდვილად ჭიდრო კავშირშია იმ გამონაბოლქვებთან და ბევრ სხვა ფაქტორთან, რომელსაც ადამიანი იწვევს, მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უყურების დაცვებით ამბობენ, რომ ეს არ ხდება, არ არის, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილება ყოველთვის ხდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, მაშინ რა ქვია შტატებში, რომელიც სულ ბოლო პერიოდში იმდენად გაამარტივა საკითხი და საერთოდ თვლიან, რომ ეს არის კონსპირაცია, კლიმატის ცვლილება ეს არის აბსოლუტურად კონსპირაცია, რომ
3000 პლუს რაღაცა მეცნიერი არის მემარცხენე, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც არიან სპეციალურად დასწრები იმისათვის, რომ რეგულაციები დაუწესონ ბიზნესს და მთელი 3000 ადამიანი, 3000 პირობითად შეიძლება 10 იყოს და შეიძლება 5. 3000 ადამიანი, ესე იგი, შეკრული არის ამის საწინააღმდეგოდ, რომელიც თქვა თავისუფალ ბაზარს ებრძვის და ნუ აი ეს კონსპირაციული მოსაზრებები არსებობს ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გემოვნების რაღაცა გარკვეული ფლანგიდან. ამ ადამიანმა ესე იგი განსწავლული ადამიანი არის, ვერ ითქვას რომ იგი განსწავლული არ არის და ამასთანავე თავისი იუსებს რეაქციებს უყურება რამდენიმე თვის წინ მან სხდომაზე გარეთ შემოიტანა, ნუ წინა ზამთარს შემოიტანა მაღლა კუთხეში ხედავთ ხელში ვიღავს გუნდა გარედან ვაშინგტონში შემოიტანა შეკლის დარბაზში და ის დასამტკიცებლად რომ კლიმატის ცვლილება არ ხდება თავის კოლეგას გადაუგდოს და უფრო რომ აჰა შენ თუ გონია რომ კლიმატის ცვლილება ხდება და გაცხოვა ხდება გაიხედე გარეთ ისიში რა როგორი სიცივია იყო ძალიან სამწუხაროა როდესაც თქვათ განსწავლული ადამიანი ასე თქვათ ასეთი მარტივი და პოპულისტური მივიწოდი საკითხებით იმაშობა რა ქვია, მანიპულირებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის თქვათ ინფორმაციის ასეთი მიღების საშუალება არ აქვს, ზუსტად აყოლები არის თქვათ მის წარმოდგენებს და მისნაირ წარმოდგენებს. ჩემის აზრით, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ სპექტრს შეიძლება ეკუთვნოდე, ეს არის ფაქტი, ჩემთვის უკვე თქვათ პრინციპში აღარ იცავს ეს ეჭვს, იმიტომ რომ ყველა მასალას რა თქმა უნდა მე წავიკითხავ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი საფუძველი არ აქვს შევიტანო ეჭვი იმ უამრავი მეცნიერების დასკვნაში და უამრავი მაღალი იმპაქტის ფაქტორის აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებში, მაშინ ყველაფერში ეჭვი უნდა შევიტანო საერთოდ. შესაბამისად, მე მჯერა მათი და ვფიქრობ, რომ კლიმატის ცვლილება ეს ნამდვილად ადამიანის მიერ გაჩქარებული პროცესი არის ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ვაღიარებ, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის გეოლოგიურ წარსულში ყველა ვიცით, რომ ყოველთვის ხდებოდა და ძალიან დიდი ასე ვთქვათ კატაკლიზმებიც კი გამოუწევია. დგება საკითხი. უზარმაზარი ინფორმაცია იყო ახსენეთ, ხო? კი, ერთი ესწავლა ჟურნალი ეცადა რომ რაღაცა თქვათ სინთეზი გაეკეთებინა მთელი ამ მასალისა. ნუ ამ ჟურნალს 20000 კაცი კითხულობს მარტო საქართველოში. ნუ კარგი 60 მილიონი კითხულობს მსოფლიოში, მაგრამ 7 მილიარდი ვართ. ანუ დგას საკითხი, რას დავუჯერო და როგორ. ხო, არსებობს რაღაცა გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ინტერნეტით უზარმაზარი რაოდენობით, დაწყებული არ ვიცი რაღაცა ლალი ლული ჯი დამთავრებული science.com-დან, ხო და აი მთელი ასე ვთქვათ ეს სპექტრი არის, რომელიც მოგვეცემა და არ ვიცით როგორ უნდა გავფილტროთ ეს ინფორმაცია, რა დავიჯერო და რა არა. იმიტომ რომ როგორც ისმა პროვაიდერი ჩვენ არა ვართ აპრიორი მეცნიერები, ხო? თვით მეცნიერებსაც კი სხვა დარგებში უჭირთ მიყოლა ამისათვის და სწორედ ამიტომ კაცობრიობამ გამოიგონა პრინციპში ბოლო პერიოდში გამოიგონა საკმარისად ესეთი რა ქვია მარტივი რამ კონსპირაციები თუ შეეხება მეცნიერებს ახასიათებს მეცნიერები ადამიანები არიან და ახასიათებს ზუსტად იგივე ნებები და იგივე ცუდი თვისებები რაც ყველა დანარჩენ ადამიანს და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ცუდი თვისება არის პროდუქტიული დანარჩენი კაცობრიობისათვის. ეს არის შური, ეს არის ჯიბრი, ეს არის ასე ვთქვათ აგრესიული განწყობა თავისი კოლეგის მიმართ, რომელმაც შეიძლება ვთქვათ კრედიტები მიიღოს, არაფორმად კრედიტს გულისხმობ, არამედ დაფასება მიიღოს რაღაცის გამო. მარტო რა თქმა უნდა ამ ცუდ თვისებებზე არ არის დამყარებული, მაგრამ ეს თვისება უკვე საკმარისი არის იმისათვის, რომ შენს მიერ რაღაცა გარკვეული ჩატარებული ექსპერიმენტები იქნება თუ რაღაცა ინფორმაცია სამეცნიერო გადავამოწმო და რადგან შენ მეუბნები რომ მე თეორიულ ნაწილში არ მუშაობ სიტყვაზე და მუშაობ პრაქტიკულ ნაწილში ემპირიული მეცნიერი ვარ ნებისმიერი დარგისა აი ჩემ ექსპერიმენტებმა მომცა ესა და შედეგები გიგზავნის შენ რომელიღაცა მაღალი იმპაქტ ფაქტორის ჟურნალს იქ გაუცილებლად ხედან სხვა მეცნიერები რომლებიც შემთხვევაში რა თქმა უნდა დადებითი და თავისი საქმის გამო არიან ორიენტირებული რომ შეამოწმოს რამდენად ესე არის, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ცხადია, შავი ოპონენტები, რომლებიც ვერ იტანენ ამ ყველაფერს და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი სტატია, რომელიც მოხდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის ჟურნალში, რომელსაც ციტირების მაღალი ინდექსი აქვს სანდოა, აბსოლუტურად სანდო არაფერი არ არის, საკუთარ სისულელეს ხან გაიპარება ხოლმე თუნდაც საინგში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მაგ ლაპარაკი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იმან გაიარა ძალიან დიდი ციკლი შემოწმებისა, ასევე შესაძლებელია ის ბევრმა სხვა მეცნიერმა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაიმეორა, მიხვდა რომ თქვენი სტატისტიკური და სტატისტიკური მეთოდი ეს არის ის ასე ვთქვათ შესამოწმებელი ინდიკატორი, რომელსაც ერთი მეცნიერი მეორეს უყენებს, აუცილებლად უნდა თქვენმა სტატისტიკური ანალიზმა, ესე იგი დააკმაყოფილოს რაღაცა მიღებული სტანდარტები, ბევრი გამოცდა უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის მერე ქვეყნდება ხოლმე.
ეხლა ხანდახან სტატიას რო ჩააბარებ მაღალი იმპაქტის ფაქტორის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, გადის წელიწადი და ის არ ქვეყნდება, იმიტომ რომ რედაქტორსა და შენ შორის არის პინგ-პონგი, უამრავი კითხვა, შემდეგ უამრავ სხვა მეცნიერს ეგზავნება და გადის უზარმაზარ ფილტრში და საბოლოო ჯამში გამოქვეყნდება ხოლმე რაღაცა გარკვეულ ჟურნალში. ჩემთვის რიგითი მოქალაქისათვის რომელსაც შეიძლება ვთქვათ, ინტერესიანი ვარ აკადემიურ ჟურნალებს ვკითხულობ, ან კიდე ნახევრად აკადემიურს ვკითხულობ, როგორც არის ეს, რომელიც მხოლოდ მაღალი იმპაქტი ფაქტორის ჟურნალებს ემყარება და ასწავლო-დასავლიდან არ მოაქვს მას ინფორმაცია, ჩემთვის უკვე ეს სანდო არის. ანუ პასუხი კითხვაზე, რომ რა შეიძლება იყოს სანდო, არის ეს. იმ სამეცნიერო სტატიებმა, რომელმაც და იმ სამეცნიერო სამუშაომ, რომელმაც გაიარა მთელი ეს ციკლი, მაღალი ალბათობით არ არის სოლიჟურად, მაღალი ალბათობით არის სანდო. და პასუხი კითხვაზე რას დაუჯერო, უნდა დაუჯერო რაღაცა გარკვეული რეპუტაციის მქონე გამოცემებს, რომელიც არ არის შემჩნეული, თქვა დასავლეთის ენაში, რა ქვია. მსგავს ან ტაბლოიდების ენაში, რა ქვია, მსგავს რამე რუმერებში. ეხლა კითხვა რა აიძულებს განსწავლულ ადამიანს ეჭვი შეიტანოს გონივრულ დასკვნაში. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ მთელი ეს პროცესი, რაც გაიარა სამეცნიერო ასე ვთქვათ, სტატია იქნება თუ კვლევა, ვერიფიკაციის და ასე შემდეგ და ამბობს რაღაცებს, ამბობს რომ ნაომი კემბელი და მე ერთი და იგივე სახეობა ვარ, თუ ამბობს რომ ვთქვათ, კლიმატის ცვლილება ხდება ადამიანის ხელშეწყობის მიერ და მე განსწავლული ვარ, მე ვიცი რომ ეს პრინციპში დასაჯერებელია, იმიტომ რომ ასეთი რაოდენობის აკადემიური წრეები ამას ამბობენ, რა არის მიზეზი იმისა, რომ არ ვჯეროდეს. ეს არის ძალიან ზოგადად რო თქვა, მწამსები და ღირებულებების სისტემა და ტვინის ფილტრი. რაშია საქმე? ჩვენ ყველას ყავს ჩვენი სოციუმი. ეს სოციუმი არის ხოლმე საერთო ინტერესების, საერთო ღირებულებების, რაღაცა გარკვეული თქვა ადამიანთა წრე, რომელსაც ჩვენ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება იყოს ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ბავშვობიდან რაღაცა გარკვეული სოციუმი გვაქვს ხოლმე, ან ჩვენ არ ვიჩვენებთ ჩვენ მეგობრებს, შემდეგ დააგვირდით ბაღისა და სკოლის შემდეგ შედარებით უფრო იცხრება ხოლმე ადამიანთა რაოდენობა, სტუდენტობისას შენ უკვე არჩევ ადამიანებს და უკვე სტუდენტობის შემდეგ მით უმეტეს არჩევ ადამიანებს და ეს არჩევა ცოტა აქტიური და პასიური პროცესიც არის. შენ გვერდზე ყალიბდება აი ამ პერიოდში ადამიანთა რაღაცა ჯგუფი, რომელთანაც შენ იყოფ რაღაცნაირად შენს წამსად და ღირებულებებს, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული გაქვს ალბათ გვიანი თინეიჯერობის ასაკში, თუმცა არ არის აუცილებელი რომ შენ მოფიქრებული გქონდეს და ჩამოწედილი გქონდეს ესე ნეტარი რა არის შენი წამსი და ღირებულება, სოციალური, პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, მაგრამ რაღაცა პრეფერენციები გაქვს, ამის მიხედვით ეძებ ასე ვთქვათ, წვილებს, წყალებს წვილს, შენს მეწვილებს, უბრალოდ ბევრ სხვა ადამიანს და იქნება მეგობართა წრე, იქნება ეს რაღაცა გარკვეული ვთქვათ, თემი წყალებში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა. და ბეკუთვნის უკვე აი ამ თემს, რომელთანაც ერთ მოდიო. რამეთში შეიძლება ადამიანები იცვლებოდეს, მაგრამ ძირითადად რაღაცა გარკვეული ღირებულებების მატარებელი არის ხოლმე. ძალიან ისეთი მარტივი მაგალითია ამ თემისა, უარყოფითი მაგალითი, ეს არის განგები. ესენი რა ქვია რაღაცა კრიმინალური დაჯგუფებები, კრიმინალური ვთქვათ ადამიანები, რომლებსაც ბევრ სამწუხაროდ ბევრ ადამიანი იდენტიფიცირებულია და მისი იდენტობა აი ასეთი სოციალური ჯგუფების მიმართ არის, რა. და ამაში ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. და ვიცით ეხა ერთ სიტყვას ვახსენებ, ვიცით გაგვიგია ხოლმე ჩვენი დედებისგან, მამებისგან, ბებიებისგან, ბაბუებისგან, რომ აი იმას ლევანს, რომელიც იყო თქვა ამ ცუდ წრეში ჩავარდნილი, ხო? აი ამბობს, რომ გამოსვლა უნდა და ვერ მოდის იქიდან. და რაღაცა და ის ნარკომანების წრეში იყო და აი მინდა, მაგრამ ვერ მოდის და რაღაცა, ну ამაზე რაღაც გარკვეულ ასაკამდე გვეცინება და გვეცინებოდა და დღესაც გვეცინება. არსებობს სხვა ნიშნით გაერთიანებული წრეები, ხო, ასეთი თემები, რომელიც არის მაგალითად რელიგიური. ეს რელიგიური შეიძლება ძალიან ბევრ ქვერელიგიურ დინებას მიეკუთვნებოდეს, მაგრამ მაინც და უამრავი ადამიანის რაღაცა გარკვეული იდენტობა არის დაკავშირებული ასეთ ვთქვათ წრეებთან. პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლებელია იყოს ესეთი არაპოლიტიკური გემოვნებების, არამედ პოლიტიკური მეინსტრიმული მიმართულებების, როდესაც ადამიანები დროებით გაწევრებიან ხოლმე. ну, ეხლა ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის სისამაგრე ქვია მიტინგი მაგასა, ანალოგიური არის ქართული ოცნებაც, რომელიც არ არის ღირებულების სისტემაზე, ნაციონალები უფრო ღირებულების სისტემაზე იყვნენ ორიენტირებული, მე თვითონ ვთქვი, ვიდრე დღევანდელი წამყვანი პოლიტიკური პარტია, მაგრამ მაინც საქართველოში ჯერ კიდევ დაღვინებული არ არის ეს პროცესი, როდესაც ადამიანები თავიანთი ძალიან მკაცრი ჩამოყალიბებული პოლიტიკური ღირებულებების სისტემის მიხედვით ირჩევენ პარტიებს, ამიტომ მაინც ძალიან ისეთი არის ხოლმე, ჩემი დაკვირვებით ძალიან მიქსი არის ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაცა გარკვეული კუთვნილებები არსებობს.
არსებობს ძალიან კაცრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიმართულებები, მაგალითად თუ ისე კლასიკაზე ვლაპარაკობთ, თქვა მემარცხენე მიმართულების ადამიანები, რომლებსაც აქვს თავისი წამსები და ღირებულებები ჩამოყალიბებული და თქვა ამას აღიარებენ და ამ თემის კუთვნილება აქვს თავიანთ ესე იგი ამ თემისადმი აქვს კუთვნილება. არსებობს საპირისპიროს, ხო? მემარჯვენე წარმოდგენების ადამიანები, ეს მემარჯვენეების რა თქმა უნდა მემარჯვენე კონსერვატორებიც იყოფიან, მემარჯვენე არაკონსერვატორება და ასე შემდეგ, დიდი სპექტრიანი, მაგრამ ეხლა ამაში მოდაწვრილმანდებით, მაინც საბოლოო ჯამში სადღაც მარცხნივ მარჯვნივ ადამიანები არიან და ზუსტად ასევე წარმოიქმნება თემები, რომელსაც თითოეულ წერს აქ ამ თემის მიმართ, ან ჯგუფის მიმართ რაღაცა საერთო იდენტური ღირებულებები. და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, როდესაც ახსენებ და წამსები ღირებულებები და ტვინის ფილტრი, აი ეს იდენტობები, რომელიც ცალკე იყო კვლევის საგანი, მეცნიერული კვლევის საგანი და ხუმრობით არ ვახსენე, უბრალოდ თვითონ ხუმრობით ვახსენე, მაგრამ რეალურად დაუბრუნდებით ისევ განგებს, ასე ვთქვათ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, თითქოს ქმნის კრიმინალურ დაჯგუფებებში ვიცით, რომ მართლა შესაძლებელი ადამიანს წამოსვლობდეს და ვერ მოდის. იმიტომ რომ ის შეიძლება თემა გარიყოს და მის სიცოცხლესაც კი დაემუქროს. აქ მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს დანარჩენი ყველა თემიდან, რომელიც ჩამოთვალეთ, არავის შეიძლება არ დაემუქროს, მაინც ადამიანები ხელფეხ შეკრულები არიან ხოლმე, იდენტობა აქვს ამ თემის მიმართ. ადრე ჩამოყალიბებული ღირებულებების და წამსების ბაზაზე, სანამ შემოვიდოდა მაცნობიერებაში მეცნიერება იქნებოდა თუ რა, ამან როგორც კი ჩემი თემის არაღიარებული რაღაცა პრინციპები დამახვედრა ვიღაცამ გარეთ, იმას იმ წუთში ისხლიდა, ჩემი ტვინის ფილტრი იმას იმ წუთში ისხლიდა და პაპაპაპაპა აგამაგონა ეს ისულელია. და აპაპაპაპა ეს არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ძალიან სერიოზული სამეცნიერო დასკვნები არსებობდეს ამისათვის და დასკვნები ამბობენ თალსახად, რომ ეს ასეა, რომ გენი ბაბაი არსებობს. რომ გენი განსაზღვრავს, თქვა, შავ ფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე და ნაომე კემბელი ვერ შევეჯვარებით ესმანის და ბავშვი არ გვეყოლება. ნეტამ, ხო? მაგრამ და ბავშვი გვეყოლება წარმატებული. და ეხლა შენ რო ამბობ, რომ იცი რა, მაინდა-მაინც ღმერთი არის და გენი არ არის და რაღაცა, ნუ არ არის არავითარი მტკიცებულება ამისა და მეცნიერება ამბობს, რომ ეგრე არ არის. ეს არის ჟურნალ Science-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალ იმპაქტ ფაქტორის ჟურნალი არის, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი გამართული აკადემიური ჟურნალი. მისი რედაქტორი მარშა მიკნადი, რომელიც ის რაც აქამდე ვილაპარაკეთ, აი დაახლოებით ასეთ დასკვნას აკეთებს, ცოტა დიდი ციტატა არის, არ მიყვარს ბევრი ციტატები, როცა სლაიდზე არის ხოლმე, მაგრამ მინდა რომ წაგიგებოთ. ადამიანები ყოველთვის საჭიროებენ რომელიმე ჯგუფთან მორგებას. ეს მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ჩვენი კუთვნილი ჯგუფის ღირებულებები და შეხედულებები ყოველთვის ჯავლის მეცნიერებას და აზრს. ეს ასე გაგრძელდება, სანამ მეცნიერების იგნორირება ძალიან ხალხური ნეგატიური ეფექტი არ ექნება. ანუ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვირჩევნია, რომ ავისწრიტოთ, ვიდრე მივიღოთ მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა არის რაღაცა გარკვეულ ჯგუფთან. და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ჩვენთვის ამ ჯგუფისგან მოკვეთა თითქმის სიკვდილის ტოლფასი არის. კიდევ უნდა ვკითხოს, რა აიძულებს განსწავლულ ადამიანს ეჭვი შეიტანოს გონივრულ დასკვნებში. ერთ-ერთი და არაერთადერთი მიზეზი არის არა ის, რომ ადამიანებს არ ესმის სახანი აღმოჩენების ლოგიკა და ფაქტებს უგულობენ, არამედ ის, რომ ისინი ფაქტების ინტერპრეტაციას ახდენენ მანამდე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის გასაფარებლად. სოფლმხედველობის, რომელსაც მათ აკავშირებს მათივე სოციუმთან. შენი სოციუმის წინააღმდეგ წასვლა, ან დაცინვას, ან მოკვეთას ნიშნავს, რაც ჩვენთვის უმრავლეს შემთხვევაში, მეტაფორულად სიკვდილის ტოლფასი არის. და ახლოვით ალუდოფეტულაურის პრინციპი არის, რა. როდესაც შენ რაღაცა ჯგუფთან გაქვს იდენტობა, ამ დროს შენ ხედავ, რომ გამართული ინფორმაცია მოდის, შინაგანი ჭიდილი გაქვს, მაგრამ პაპაპაპაპა, მაინც არა. და აქ ახარ, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ეს ცალკე უზარმაზარი კვლევის საკითხია და არ მომიტანეს და როგორც აღმოჩნდა ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამსაზღვრელი საკითხი. თუმცა ბევრი ადამიანი კიდე სხვა მიზეზების და мотиваციების გამო, ასე ვთქვათ, უარყოფს იმას, რასაც უარყოფს. ახლა აქ რელიგიური შეხედულებები ნაკლებად შემოყავს, თუმცა ისიც ამ ლოგიკაში ჯდება. მრევლისათვის ვთქვათ, რაღაცა მოკვეთა მრევლის წევრისათვის მრევლიდან მოკვეთა ეს მისთვის სიცოცხლის სიკვდილის ტოლფასი არის, ხო? იმიტომ რომ კარგავს ყველაფერს და როგორც აღმოჩნდა ადამიანისთვის ეს არის იმდენად ძლიერი, რომ უჩვენია თვალები დახუჭოს, ვიდრე, ასე ვთქვათ, აღიაროს თუნდაც ისეთი მარტივი ფაქტი, რომ არსებობს ვთქვათ გენი.
არა? და ამ გენს აქვს რაღაცა და ნუ აი თქვა ეხლა ყველა მემარჯვენე არა რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თქვა მემარჯვენე კონსერვატორული მიმართულების ბევრი ადამიანი, ბევრი არა ყველა, ძირითადად ამერიკულ მოდელზე მაქვს ლაპარაკი, ნუ ამ იმას იზიარებს, რამდენადაც გასაკვირია რომ იყოს და ისინი არიან ასე თქვა გასწავლული ადამიანები. ისევ გავიხსენოთ თანასწორობა და მინდა რომ ასე თქვა ხაზი გავუსვათ იმას, რომ იმ პრინციპებს მოაქვთ ის, რაც არ გვეს დადგენილ წესებს დღეს დადგენილ პარადიგმაში წესებს ადამიანთა თანასწორობის შესახებ, ანუ მისი დამასრულებელი ლოგიკა. ისევ თუ აზრობრივად ახლა ბევრს არ გელაპარაკებთ, ისევ გაიხსენებთ რა ვილაპარაკებთ გენის მუშაობასთან დაკავშირებით და თვალთან მიმართებაში, რომ თვალის ფერს განსაზღვრავს ამ პიგმენტის რაოდენობა და კი ბატონო ეს გენები განსაზღვრავენ რაღაცა მორფოლოგიურ თვისებებს. მორფოლოგიური არის ანუ აგებულებითი თვისებები, ხო? ჩვენი კონსტიტუციის ანუ აგებულების შესახებ. ეს არის თვალის ფერი მაგალითად. და ამაზე არავინ არ დაობს, გინდა მემარჯვენე იყოს და გინდა მემარცხენე იყოს, ასე ვთქვათ, ნუ open minded ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი, ხო? არავინ არ დაობს, რომ ეს გენი განსაზღვრავს, ვთქვათ, თვალის ფერს. იმ ეტაპობრივი გზის გავლით, რა ეტაპობრივი გზის გავლით, რა ეტაპებზეც მე გელაპარაკებ ძალიან მარტივად. ასევე არავინ არ დაობს იმაზე, რომ ჩვენ ეს გენები გვაქვს და ჩვენ ამ გენებს გადავცემთ ჩვენ შემდეგ თაობას. ახლა ამაზედაც მე მგონი არ არის ასე ვთქვათ, ესა რა ქვია, კითხვის ნიშანი არ ისმება აქ. ახლა აქ ერთი მაგალითი გავიხსენო, რომ როდესაც საქართველოს კავშირში 30-იან წლებში გენეტიკა შენაურად ეგრეთ წოდებული ითვლებოდა, აკრძალული იყო სტალინის დროს, აქ ხვდავდნენ ადამიანებს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ ის ნუ მოგონილი რაღაცა მეცნიერება არის. ეს ანეკდოტური რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ანეკდოტური ამბავი არსებობს, რომ ნუ იყო ესეთი გამოჩენილი მეცნიერი ვავილოვი, რომელსაც თემის მსოფლიოს გარშემო აღმოაჩინა უამრავი ცენტრები მცენარეთა ჯიშების წარმოშობის, ანუ გენეტიკას თქონდა რა თქმა უნდა, გენეტიკოსი იყო განათლებით, რომელიც მე დაიჭირეს და დაფუძნეს და იყო მეორე ადამიანი, ვილიმ რისენკო, რომელიც ძალიან დაფასებული ადამიანი იყო, ასე ვთქვათ, ბიოლოგი მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომელიც იყო რადიკალურად განსხვავებული, ან ის იყო, ასე ვთქვათ, ოფიციალურად შეგრული იმ თვალსაზრისით, რომ ის ამბობდა, რომ გენეტიკა არ არსებობს და ყველა გენეტიკოსი უნდა დაბრუნდეს. რასაც აკეთებდნენ კიდევაც ძალიან დიდი წარმატებით. ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ასე ამბობენ, რომ ისინი ამტკიცებს, რომ მხოლოდ გარემოს აქვს, ასე ვთქვათ, წამყვანი როლი, რომ გენი ბუნებრივად არც არსებობს და შენ თუ მიჩულინის სასწრაფო მიმდევარი იყო, შენ თუ კარგი გარემოს შექმნი, გადააკეთებ ნებისმიერ ორგანიზმს და ნებისმიერ რამეს მიიღებ. რეალურად კი ვიცით, რომ მიუხედავად მაგალითად ძაღლების ასეთი მრავალფეროვნების ჯიშების რაც თქვენ გითხრათ, არსებობს რაღაცა გარკვეული ლიმიტი და ძაღლიდან კატას შენ ვერ მიიღებ. ანუ რაღაცა ლიმიტები არსებობს, რომელსაც რაც უნდა პლასტიკური იყოს, ანუ რაც უნდა დიდი სახასიათებდეს ისი მრავალფეროვნების მოცემა ლიმიტი არსებობს და იმის იქით შენ ეძახვალ. ნუ საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, რომ წახვალ და უზარმაზარი ექსპერიმენტები იყო ციმბირში, მიყავდათ ესენი, მიყავდათ ეს ვაშლები, გამოყავდათ მიჩურონის ვაშლები, რომელიც ვერ გამოვიდნენ და ასე შემდეგ და ერთ-ერთ კონფერენციაზე მოკლედ ლისენკო ძალიან ცხარით და ძნებით ამტკიცებს, რომ ლოგიკა დაახლოებით ესეთია, რომ შენ რომ ძაღლს ყოველ ჯერზე, თქვა როგორც კი დაიბადება მოაჭრა კუდი, სადღაც 20,000 წელიწადში ბოლოს დაიბადება უკუდო ძაღლი. იმიტომ რომ გენი არ არსებობს და ორგანიზმი მიეჩვევა ამ გარემო პირობას და შემდეგ დაიბადება ის უკუდო. ეხლა ეს არ მდგოს სამართლიანად, მაგრამ ეგეთი ლოგიკა არის. ვავილოვმა აწია ხელი და კითხა, რომ უკაცრავად, რომ ეს გენი ხო არსებობს, ერთი კითხვა მაქვს, კიო. საქალწულე აპლიცი რა არისო, კიო. ადამიანი რამდენი ხანია არსებობს? ნუ სიტყვაზე იმან რომ 50,000 წელია. ახლა ლოგიკას მივხვდით. ყველა ჯერზე საქალწულე აპლიცი კარგია, მაგრამ რატო არ იბადება ხარი, რომელიც საქალწულე აპლიცი? ხო, მე თვითონ ეს იყო რა ქვია, ლაპარაკი იყო რომ ამის გამო ვავილოვი რა თქმა უნდა ამის გამო არ დაუჭერია ზოგადად მისი მოძრაობის გამო დაიჭირეს დაპატემის გადაასახლეს და დახვრიტეს, მაგრამ გენეტიკა იყო უარყოფილი და იყო ასე ვთქვათ განძერში. რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე უკვე როდესაც მიკროსკოპში დაინახეს, უკვე როდესაც შეუვალი იყო ფაქტები, ნუ მერე საბჭოთა ოფიციალმა აღიარა რომ გენები არსებობს, მაგრამ დასწორებით ხარჯალები დასწორებით და რომ გენები არსებობს და ისინი მორფოლოგიურ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავენ. დაუბრუნდეთ თვალს. როგორც ნახეთ, მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით გენები ნამდვილად და შევდახოთ, რომ განსაზღვრავენ ჩვენი თვალის ფერს. ამაში ახლა ეჭვი არავის არ შეეპარება და ნუ ალბათ ამ დონეზე ყველა გინდა მემარცხენე იყოს ადამიანი და გინდა მემარჯვენე, საღად მოზრონენ გამეთანხმება ამაში, ხო? პოლიტიკური ცდებით შემოვიყვანოთ.
არსებობს თმის ფერი. კანის ფერი ხო, რომელსაც უკვე ვილაპარაკეთ და თმის ფერზე თმების სხვადასხვანაირი თმის ფერი არსებობს, ამასაც განსაზღვრავს ვთქვათ გენი. და ესეც მორფოლოგიური ნიშან-თვისება არის, გარეგნული ნიშან-თვისება. არსებობს გარკვეული სხეულის ფორმა, ვარირებს, მაგრამ ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია განვასხვაოთ ადამიანი მაგალითად მაიმუნისგან, ხო? იმიტომ რომ მას აქვს, შეიძლება მსუქანი იყოს შეიძლება ძალიან გამხდარი იყოს, შეიძლება ისეთი იყოს, ასეთი იყოს, მაგრამ არის რაღაცა გარკვეული აგებულება, რომელსაც იძლევა ჩვენი გენები, რომელსაც ჩვენ გადავწყვეტ ჩვენ მომავალ თაობას. ამაშიდაც არავინ ასე ვთქვათ, აქ ჭიდილი არ უნდა იყოს. არსებობს ეს გენი და ასე შემდეგ. არსებობს შინაგანი ორგანოები, რომელსაც აქვს გარკვეული წყობა, მათ ერთობლიობა ქმნის რაღაცა ფუნქციონალურ სისტემებს, ისინი რაღაცნაირად არიან აგებულები და რაღაცნაირად ფუნქციონირებენ, ხო? ამასაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს გენები, გარკვეულწილად კი არა, ეს ადამიანი ჩაისახება და შემდეგ ემბრიონიდან რო იბადება, ეს გენეტიკა ხა ზუსტად ნამდვილად მერწმუნეთ რომ ესე არის, გენები მუშაობენ, ჩამოაყალიბებენ ამ ადამიანს, ჩამოაყალიბებენ მის გარეგნული შენზე თუ ვილაპარაკეთ, შინაგან ორგანოებსაც და ისინი ფუნქციონირებენ ისე როგორც ფუნქციონირებენ. ანუ ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის უმკურნალობა და ჩვენ აი ამას გადავცემთ და ნუ პრინციპში ვაღიარეთ და საბჭოთა კავშირმაც კი აღიარა რომ ეს ნამდვილად ესე არის და ნუ გენები არის რომელსაც ჩვენ გადავცემთ და ადამიანები ასე ფუნქციონირებენ. და ეხლა შემოდის უკვე ის საწყისი, სადაც იწყება კონფლიქტი. და ძალიან საინტერესო, ჩემისადმი ძალიან საინტერესო არის. რა არის გარეგნული და შინაგანი ნიშან-თვისებები ფიზიკური, ყველა შეთანხმებულია რომ გენეტიკის მიერ განპირობებული. მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის ისეთ რთულ ფენომენებზე, როგორიც არის ქცევა, აქ უკვე რა ხდება? გენებს გადააქვთ, გენი შეიძლება იყოს ზოგადად ძალიან ზოგადი დაგეგმვის ქცევის განსაზღვრელი თუ არა და ქცევაში შედის როგორც პრიმიტიული ქცევები, რომელსაც ახლა განვიხილავთ, დამთავრებული, ასე ვთქვათ, ბევრი სხვა ურთულესი ქცევით, რომელიც ადამიანს ახასიათებს, ხო? ყველა მიცით რა არის ეს? ეს არის ჩვეულებრივი, ეხითა მისულყავთ ნევროპათოლოგებთან, ნევროპათოლოგებთან და ნევროლოგებთან. ფეხზე დადება, დარტყმა ფეხის ავარდნა, ხო? დარტყმა ფეხის ავარდნა. ეს რა არის? ეს არის მარტივი რეფლექსი. ანუ გარეგან განვიზიანებაზე ორგანიზმის პასუხი. ამას ვერავინ ვერ სწავლობს, ეს თანდაყოლილი არის, ესეც ქცევაა გარკვეული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორგანიზმი იქცევა რაღაცნაირად და ეს თანდაყოლილია. თქვენი ბავშვი გაჩნდება, თქვენ ამისი არ სწავლება და გჭირდებათ არაფერი, მას როგორც კი ექიმი დაარტყავს, ასე ვთქვათ, მუხლის ქვემოთ, ის ფეხს ააგდებს ყოველთვის. და ეს მეორდება თაობიდან თაობაზე და ერთ-ერთი ძალიან მარტივი ფაქტი არის ის დასამტკიცებლად, რომ გენები არსებობს. რომ გენეტიკურად დეტერმინირებულია რაღაცა გარკვეული რეფლექსები, რომელსაც ადამიანი დაბადების შემთხვევაში უსწავლება და ყოველგვარი გარემოს გარეშე აკეთებს. ადამიანი და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმი. მეორე მარტივი რეფლექსი, როდესაც გვეწვევა ხელი იმ წუთში, ხელი მიგვაქვს უკან. სულ ახალ დაბადებულსაც კი რო უშქმიდო ის ფეხს წაიღოს უკან, ამ ხელს, ხო? მისთვის ეს არავის არაფერი არ უსწავლებს და ეს არის თავდაცვითი რეაქცია, რა თქმა უნდა, ორგანიზმისა, რომელიც არის გენეტიკურად დეტერმინირებული. ანუ ეს ქცევა არის რაღაცნაირად გენეტიკურად დეტერმინირებული. ეხლა მექანიზმის არ მოყვები, ეს არის გაცილებით უფრო რთული მექანიზმი, ვიდრე იყო თვალის პიგმენტის წარმოქმნა, მაგრამ ერთმანეთს რომ ეს ასე არის. და ჩვენი ბავშვი, რომელიც გაჩნდება, აუცილებლად ყოველთვის გააკეთებს ამისთან რაღაცას, რასაც ეს ვთქვათ ადამიანი აკეთებს. და დასრულებაში და ნებისმიერ ასაკში. ეს არის ჩვეულებრივი მარტივი რეფლექსი, ამისი საბოლოო მაგალითი, მაგალითად თვალის რეფლექსი, ჩვეულებრივი ესეც გინახავთ კრიმინალურ ფილმებში, ადამიანი იზომება, პირველ შემთხვევაში გიოგიბოდეს თუ ესე არ არის, სტრესთან დაკავშირებით, მაგრამ ჩაანათებენ თვალში, თუ გუგა ასე ვთქვათ ვიწროვდება, ნუ ის შეიძლება ცოცხალია თვალის რეფლექსია ჩვეულებრივი. მაგრამ რეფლექსი ეს არის რაღაცა ძალიან მარტივი ქცევა. როდესაც ქცევა უფრო რთულდება, შეგვიძლია თქვა თუ არა, რომ ეს გენეტიკურად არის სრულად დეტერმინირებული თუ არა. რეფლექსი უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ქცევითი კატეგორია ბჭყალებში, მეტაფორულად, არის ინსტინქტი. რეფლექსი და ინსტინქტი ერთმანეთში არ უნდა აგვერდეს. და დავიწყოთ, ეხლა მწერების მოყვანა აღარ მინდა და პირდაპირ დავიწყე იმისი რა ქვია, კლასიფიკაციის ერთი გარკვეული კლასიდან, ანუ თეზლებიდან. თქვენ ხედავთ ზიგენს, რომელიც ნადირობს. ზიგენი იბადება, ის იმ წუთში ზედაც შორდება, ის აგრესიული მონადირი არის და ის
პირველი რაც ხდება, ასე ვთქვათ, იწევს მის ჭამას. და აკეთებს ურთულეს ილეთებს, მათ შორის გამოკიდების დროს ამოხდება წყლიდან და ასე შემდეგ, ნუ ნადირობს. პირდაპირ მნიშვნელობით და ნადირობა ეს ამ ტიპის ნადირობა არის ნამდვილად გენეტიკურად დეტერმინირებული, იმიტომ რომ შენ რომ აიღოს ვიგენი და გინდა ვთქვათ, ვიღაცის აკვარიუმში ჩასო, გინდა იჩას, გინდა ისე გაწადდეს, ის ყოველთვის დაბადების მომენტიდან არის აგრესიული ჭვალებში, იმიტომ რომ ნადირობა აგრესია და შეიძლება ჩაითვალოს მისი მოცემულობა არის, ხო? მაგრამ დავარქვათ აგრესია და ის არის აგრესიული მონადირე და ყოველგვარი სწავლის გარეშე აკეთებს ამ ურთულესი ქცევების კომპლექსს, რომელსაც ქვია ინსტინქტი. რატო ქვია ინსტინქტი? იმიტომ რომ ინსტინქტი ეს არის დეტერმინირებული გენეტიკურად ქცევების ურთულესი ცხება, რომელსაც სწავლა შენ არ გჭირდება, რომელიც დაბადების მომენტში გეძლება და ეს განპირობებულია თითქმის 100%-იანად და 100%-იანად შენი გენეტიკური მასალით. შენი გენებით, შენი დნმ-ით და ასე შემდეგ. თევზებში, კი ბატონო, ეს ასე არის. იმიტომ რომ თევზები შედარებით უფრო პრიმიტიულები არიან. ეხლა რა ხდება ცოტა უფრო მაღლა რო ამოვიდეთ. ამბიდიები, რომლებიც არიან თევზებზე ცოტა უფრო მეტად განვითარებულები და ისევ კვებითი რეაქციები ავიღოთ და მათში, ასე ვთქვათ, კვებაში ინსტინქტები, ასე ვთქვათ, და ესაც ნადირობას ვერ დავარქვევთ, მაგრამ კვებითი ეს არის საკმარისად რთული ინსტინქტური ქცევა არის ერთი შეხედვით. მან უნდა შეჭამოს ბუზი. ის თქვენ კარგად იცით რომ ბაყაყს დედა არ ზრდის, ის დაიბადება, მიდის და იმ წუთში იწყებს აი ამ ინსტინქტური, აი რაღაცა გარკვეულ ინსტინქტებზე დაფუძნებული რთული ქცევების ესეც გამოდის განხორციელებას. ქცევის განხორციელებას როგორ უნდა ვთქვა? შესრულებას, ხო? და აქაც შევთანხმდეთ, რომ ეს არის ინსტინქტური ქცევა, რომელიც არის გენეტიკურად დეტერმინირებული. ყველა მომდევნო ბაყაყი გააკეთებს იგივეს. და ამაში ასე ვთქვათ, ეჭვი არ არის არეპარება, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ბიოლოგიას ამაში ნამდვილად არეპარება ეჭვი. ავიდეთ ცოტა უფრო მაღლა და ქვეწარმავლებზე, რომლებიც ცოტა უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე ამფიბიები. თუ ისევ კვებაზე არის ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაგალითად პითონი, ასე ვთქვათ, გამოჩეკვამდე თავის სიცილებს კვებს სულის, მაინც გამოჩეკებიან თუ არა, გველებზე თუ ლაპარაკი ქვეწარმავლებზე, ისინი მიდიან ტოვებენ ბუდეს. დამოუკიდებლად ცხოვრობენ, უმრავლეს შემთხვევაში ცხადია ისინი დაბადებულები არიან უკვე პატრონის გარეშე და პირველივე შემოქმედებულ სკვერთან არის მიპარვა, მიცოცვა, რაღაცა ჩასახრება და მთელი ქცევა და მთელი კასკადი, რომელიც გენეტიკურად არის დეტერმინირებული და პითონი იქნება თუ კობრა იქნება არ არის მნიშვნელობა, სადაც არ უნდა გაზარდო, როგორც არ უნდა გაზარდო, ის შეასრულებს ამ ქცევას სრულიად, ესე იგი, 100%-იანი სიზუსტე. მისი ნადირობის შედეგი შეიძლება 100%-იანი სიზუსტის არ იყოს, იმიტომ რომ გაეცეს ეს ვირთაგვა, მაგრამ მისი ქცევა იქნება 100%-იანი სიზუსტისა ყოველგვარი დასწავლის გარეშე. ხშირად გინახავთ ხოლმე თქვენ მაგალითად ოკეანის კუების ძალიან საყვარელი პატარა კუები, რომლებიც ოკეანეში ესე იგი მოდიან, მშობლები დებენ კუებს და მერე მიდიან. ინსტინქტურად გამოიჩეკებიან თუ არა პატარა კუები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაშორებულები არიან ნაპირს, ისინი მოტრიალდებიან და ჯიქურ მიდიან ხოლმე ოკეანისაკენ. მათ ზუსტად იციან ეს ინსტინქტური ქცევა, რომელიც გადაცემული არის მათი გენების, მათი მშობლების გენებიდან ამათზე, მიემართებიან იქიდან, ახლა გზაში ხან თოლიები ჭამენ, ხან ვიღაცა ჭამენ და 10,000-დან გადარჩება 5, რომელიც ოკეანეში და შემდეგ იძლევა ახალ თავობას. ეს არის ძალიან განსაზღვრული და ძალიან დეტერმინირებული გენეტიკური ქცევა, რომელსაც ქვია ინსტინქტი. რომელსაც სხვათა შორის ვერაფერი ვერ ცვლის. ისევე როგორც თვალის ფერს, იმიტომ რომ გენეტიკურად არის დეტერმინირებული, ვერაფერი ვერ შეცვლის, თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ არ გავივალისწინებთ, ახლა ფერადი ლინზებზე არ არის ლაპარაკი აქ და რაღაცა ოპერაციების გაკეთებაზე, თქვენი თვალის ფერი ამ რეინჯიდან ეგრეთ წოდებული ვერ გავა დასრულების მერე, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე კანის ფერი, ახლა თუ ჯექსონი არ ახარ, ვერ შეიცვლება, შენ ვერ გახდები კლასიკური გაგებით შავკანიანი, ხო, შენი ცხოვრების დასრულებამდე. ავედით უფრო მაღლა, ფრინველებში უკვე რთულდება საქმე. უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ სპეციალურად არ ფრინველებზე არ შევჩერდეთ, ზუნწორებზე მინდა შევჩერდეთ, თუმცა ფრინველებშიც არსებობს ის ფენომენები, რასაც მე ზუნწორებში ვილაპარაკებ. არსებობს ასევე ქცევა, ეს მაგალითად კონკრეტულად ეს არწივი, რომელიც ნადირობს იმერზე, რა ქვია, თევზებზე. მას როგორც კი ბუდიდან არწივი გადმოდის, ის ხდება დამოუკიდებელი. ანუ ბუდეში სანამ ზის და ვერ დაფრინავს, მას არასოდეს არ უნახავს, როგორ ნადირობს მისი დედა და მისი მამა თევზზე. რაღაცა მომენტში არწივებს პატარა მართვებს, პატარასა უკვე განსხვავებულ მართვებს, ნაკლებად და ნაკლებად აქცევენ დედები ყურადღებას და მამები ყურადღებას, იმიტომ რომ მამაც საკმარისად აქტიურად ფუნქციონირებს ხოლმე
და ძალიან საინტერესო ფენომენი არის ერთ-ერთ ბოლო მომფრენაზე ყოველთვის ის ბუდის ასე ვთქვათ წინს ის ძალიან დიდ სიმაღლეზეა მზათანი გასაფრენა და ეშინია ვერ მიფრინავს და ვერ შინია და ეშინია ახნეს აქნეს და დედა უყურებს და კრავს და ის ჩავარდება შემდეგ პილოტირებს და უკვე მიფრინავს და всё დამთავრდა მათი ურთიერთობა მიდის პირველივე შემთხვევაში ის მიდის და უშეცდომოდ აკეთებს ქცევათა აი ამ ასე ვთქვათ ჯაჭვს ავლენს რაც არის გენეტიკურად დეტერმინირებული თუმცა ფრინველებში არსებობს სხვა ფენომენიც და ეხლა უბრალოდ არ შევჩერდები ამაზე ძუძუმწოვრები ეს არის წავი საქართველოსაც გავრცელებული არის და უკვე სადაც მე მივიღე ექსპერიმენტებში მონაწილეობა ეხლა მანამდე მე სხვების ასე ვთქვათ ლორენცის და ნიკერკელის და ვიღაცების გამოცდილებაზე გელაპარაკებოდი და ამაში მე თვითონ მივიღე მონაწილეობა ყავდა მტაცებლების რაღაცა გარკვეული სხვადასხვა სახეობის მტაცებლები და გვაინტერესებდა მათი ბუნებაში დაბრუნების მეთოდიკის შემუშავება ბატონი იასონ ბადრიძის ხელმძღვანელობით ეს ძალიან ცნობილი გამოჩენილი ეთოლოგიური მეცნიერია რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ნაშრომი აქვს და მე პატივი მქონდა წილად მასთან ერთად მემუშავა აღმოჩნდა რომ პატარა ძუძუმწოვრები ზომით პატარაზე ნახლაპარაკი როგორც არის მაგალითად წავი აიყვან ფერით გაზიმას სხვა წავი არ ნახი არასოდეს გაუშვებთ ბუნებაში და ზუსტად ისევე ნადირობს თევზზე, როგორც მისი დედმამა ნადირობდა. მისი ეს ქცევა, ნადირობა არის გენეტიკურად დეტერმინირებული. და შემდეგ უკვე როდესაც იგივე ძუძუმწოვრებში გადავდივართ უფრო მაღალ განვითარებულ სოციალურ სახეობებში და სპეციალურად რომ სოციალური სახეობა ის ცხოვრობს, ასე ვთქვათ, ჯგუფებში, სოციალურ ჯგუფში და არა ჯგუფში. იბადება რა ბოკვერი, მას დედა აჭმოს. გადის რაღაცა გარკვეული პერიოდი, უკვე ზე აღარ არის საკმარისი, არც რაოდენობრივად და არც გაზრდილი ორგანიზმისთვის და საჭიროა ხორცი. ძალიან ხშირად უკლავს დედა მთელი პრაიდი ეძახიან პატარა ბოკვერებს, ისინი მოდიან და ჭამენ. დღეუთანაც ესე არის. აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ უკვე მაღალ ორგანიზებულ ძუძუმწოვრებს არ არის აუცილებელი რომ სოციალური, თურმე ნადირობა გენეტიკურად დეტერმინირებული არ არის. და ამან შეიყვანა გარემოს დამცველები ძალიან დიდ ჭირში. იმიტომ რომ შენ როდესაც თქვა აიყვან გელს, რომელსაც დედმამა არ აქვს, ან გლონს და ჯოი ადამსონი თუ ბიზნეს გაგწაკეთებული გაგახსენდებათ, მას გაზრდი ან დააჭს და გინდა რომ დააბრუნო ბუნებაში. ორ ეფექტს იღებს. ან ის ვერ ინადირებს ვერასოდეს და დაიღუპება, ან პირველი რასაც გააკეთებს დაბრუნდება ადამიანთან და პირველი რაც შეხვდება იქნება ტყვია. ნუ ეს უკვე გარემოს დაცვის პრობლემად იქცა და ამისი სამეცნიერო ბაზა აღმოჩნდა რომ არსებობს უკვე თვითონ ამ გენეტიკის პლასტიკურობაში. გენის უბრალოდ გენეტიკის კი არა გენის. აღმოჩნდა რომ და აღმოჩნდა რომ მაგალითად თუ გელზე ან ლომზე ალაპარაკი იმ მანამდე განხილული სახეობებიდან სადაც გენეტიკურად იყო დეტერმინირებული ინსტინქტი ამათი ინსტინქტი არის არა ნადირობა, არამედ დადებითი რეაქცია სისხლზე. ანუ გლის სულ პატარა იმას აქვს ლებს ხორცს მიუტან თუ არა ის რა თქმა უნდა წაეტანება საკმარისი ერთხელ გასინჯოს რომ შევით მორჩა უკვე ასე ვთქვათ ჭამს. მაგრამ ქცევათა ურთულესი კომპლექსი რომელიც უნდა განხორციელდეს მან ეს არ იცის და შემდეგი სლაიდი ამისი თვალნათელი მაგალითია. თუ ათხოვთ რა ხდება? არა, ეს არის ვორქშოპი ეგრესებული, მაგრამ ძალიან სერიოზული ნადირობა. და ნუ ესე იგი ლომებს როგორც ახასიათებს, ხო და ესე იგი მართლა ძალიან საოცარია თქვენ გინახავთ იგივე გეოგრაფიკით დისკავერის იმაზე, საოცარი სტრატეგიით ნაპოლეონები არიან, ხო, ლევიც და ესენი, განეწყობიან ხოლმე და ისა რომ მოკლედ დიდი, ასე ვთქვათ, ნადირობის შემდეგ მოინადირებენ და ჭამენ. მაგრამ აქ ეს ასე ვთქვათ მანიფესტური მხარეა. კარგად დააკვირდით რა ხდება. ბექგრაუნდ დააკვირდით.
აქ ჩემი აზრით ესენი არიან მთავარი ფიგურა ამ სლაიდში. ისევე როგორც გლებში, ისევე როგორც ლომებში და ასე შემდეგ. ვერც ერთი მაღალ ორგანიზებული ზუსტად თუ პასებლებზე ალაპარაკი ვერ ინადირებს თუ მან არ ისწავლა მშობლებისაგან ნადირობა. ამიტომ შეიქმნა ეს გარემოდაცვითი პრობლემები და შეიქმნა. და უცებ ჩვენ ხედავთ რომ გენის კრეფსიტი, გენის როლი რაღაცა ეტაპზე ემისი რა ქვია სახეობათა იერარქიისა თითქოს დაიკარგა. ინსტინქტები მათ აქვს, რა თქმა უნდა, იქნება თუ აგესის რა ქვია რეფლექსები რა თქმა უნდა აქვს, ინსტინქტები რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ რთული ქცევები უკვე დასწავლის საგანია და აი ამ დასწავლას მეორე ხაზივით შემოყავს უკვე ერთი ფენომენი, რომელსაც ქვია გარემო. გარემოს გავლენა. და ისმება საკითხი, რა დროს იწყება გენის, ასე ვთქვათ, ინტენსივობის შეჩერება და გარემოს ინტენსივობის გაზრდა. და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და მივდივართ უკვე ისევ პოლიტიკური გემოვნების საკითხისაკენ ამ ბიოლოგიური შესწავლის შემდეგ. ეს ხდება უკვე, მანამდე ხო მემარჯვენეზე ვილაპარაკეთ, ეს ხდება უკვე მემარცხენე მიმართულების და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებისთვის ისეთივე აუტანელი, სამწუხაროდ, როგორც ის ხდებოდა მემარჯვენეებისთვის აუტანელი. და რაშია საქმე. განვიხილოთ რამდენიმე ფენომენი. ეს არის კრიმინალი, ეს არის ფსიქიკური აშლილობა, ეს არის ორიენტაცია, ეს არის ინტელექტი. ფენომენი თუ შეიძლება დაეთქვათ. ძალიან ბევრი კვლევები გვინდა, რა თქმა უნდა. ბევრი კვლევა დასრულებული არ არის, ბევრი კვლევა ვერ ქვეყნდება, ბევრი კვლევა ვერ უძლებს სტატისტიკას, მაგრამ კითხვა რჩება კითხვაც. სად იკარგება ასეთი ფენომენების შიგნით, სადაც არის ძალიან ბევრი ქცევა უნდა იყოს, სად იკარგება გენის მუშაობა, სად არის ასეთი სადამდე არის რაღაცა გენეტიკურად დეტერმინირებული და სად მუშაობს მთლიანად მაგალითად გარემო. ყველაზე უფრო უკეთესი მეთოდი, ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ სამეცნიერო მეთოდებზე ვილაპარაკეთ, რა არის ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, დამარწმუნებელი მეცნიერებისთვის, თუ ლაპარაკი არის გენეტიკური დამოუკიდებლობის, უბრალოდ გენეტიკური დამოუკიდებლობის შესასწავლად. ტუბები. თქვენ აქ ხედავთ ორ იდენტურ ტუბს. იდენტური ტუბი არაფერი არ არის, თუ არა თითქმის კლონი ერთმანეთის, იმიტომ რომ მათ 100%-იანი გენეტიკური მასალა აქვს ერთმანეთის მსგავსი. ეს არ ეხება ასე ვთქვათ, ვაინიაშვილის რო ეძახიან უსები, ანუ ორი სხვადასხვა კვერცხუჯრედის დაძმას ან ძმებს ან ფერს, ისინი ჩვეულებრივი დაძმები არიან, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ერთად განაყოფიერებენ. ეს არის იდენტური ტუბები, რომელსაც გენეტიკური მასალა თავიდან ბოლომდე ერთნაირი აქვს. თითქმის კლონები არიან ერთმანეთის. ამიტომ ვიღაცა ჭკვიანმა მეცნიერებმა დასვა კითხვა რა, რომ ჩვენ თუ რაღაცა გარკვეულ ფენომენებს ვცებით, შევისწავლით მათზე და თუ გენეტიკა რაღაცნაირად მუშაობს უკვე ძალიან რთულ ქცევებში, ერთი რასაც აკეთებს, მეორებას იგივე უნდა გააკეთოს. მაგრამ აქ იმთუში დაიწყო საკითხი მეორე მხრიდან, რომ კი, მაგრამ ისინი უმრავლეს შემთხვევაში იზრდებიან ერთ გარემოში და აქ ვერ გამოავლენ გარემოს როლს. იმიტომ რომ ერთ გარემოში, თუ ჩვენ ლაპარაკობთ, რომ მხოლოდ გარემო განსაზღვრავს რაღაცა გარკვეულ რთულ ქცევებს, მაშინ ისინი ერთ გარემოში იქცევენ და გენეტიკა არაფერ შუაში არ არის. ის ყველა შემთხვევაში ორივე ძმა ან ორივე და მოიქცევა ისე, როგორც მოიქცევა, ხო? და 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს ეს ტეცის პროექტი, ბევრ სხვა ადგილას, თავიდან იყო ძალიან ცოტა სტატისტიკური მასალა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო. დღეს დაახლოებით 10,000 იდენტური ტუბზე არის მიღებული, ტუბიდან არის მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა ფენომენების შესასწავლად. ზოგ პროექტში ძალიან მაღალი სტატისტიკური ინდექსი არის, შეგვიძლია 100%-იანად ენდოთ მათ, ზოგიერთი უფრო მოიკოჭლებს, მაგრამ ეგრეთ წოდებული ტრენდი მეტნაკლებად უკვე განსაზღვრული არის. ეხლა ეს არის უკაცრავად რომ ვერ მოვასწარებ ის ვთქვათ ფაქტნა და ეს არის ერთ-ერთი საკმარისად მაღალი ფაქტორის უზარმაზარი იმისი რა ქვია სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით გაკეთებული შიზოფრენიის ასე ვთქვათ გრაფიკი. ვარდისფერი ეს არის გენეტიკური კავშირი ადამიანებს შორის. ვითელი ეს არის მეორადი გენეტიკური, ასე არის ძალიან ნახო გენეტიკური კავშირი, ეს არის მეორადი და აქ სრულიად მესამე დონის გენეტიკური კავშირი. და შიზოფრენია. როგორც აღმოჩნდა, ეს არის ეს ფსიქიური აშლილობა, ეს ავადმყოფობა არის გენეტიკური C. ყოველ შემთხვევაში კვლევები ხა მე ფსიქიატრი არა ვარ, აქ მედიკებმა შეიძლება შემისწავლონ რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის ინტერპრეტაციას ვაკეთებ, რაც ნანახი მაქვს. ნანახი მაქვს ქაღალდზე ასე. დაგვიდით ორ ყველაზე დიდ პიკს.
ეს არის ბავშვებიდან, როდესაც ორივე მშობელი არის შიზოფრენიით დაავადებული, მაღალი პროცენტი არის, რომ ბავშვიც იქნება, არ არის აუცილებელი, რომ ასე ვთქვათ, იყოს, მაგრამ მაღალი პროცენტით 40% არის სადაც ალბათობა იმისა, რომ ბავშვი იქნება შიზოფრენიით დაავადებული. მაშინ, როდესაც გენერალურ პოპულაციაში, ძირითად პოპულაციაში ეს მინიმალური რიცხვია. მეორე პიკი ეს არის იდენტური შუბები, სადაც 60% არის თანხმობა. ოღონდ ეხლა მე ეს მაგალითი მოვიყვანე არა იმის დამამტკიცებლად, რომ ეს არის აკადემიური ციკლური აშლობა ვერ შეიძლება გახდეს საგანი იმისა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ უკუღმა შევხედოთ საკითხს. ანუ არსებობს 40, არსებობს 60. მოდით 60-ზე ვილაპარაკოთ, რადგან 5%-ზე ვლაპარაკი, მაგრამ უკუნიდან შევხედოთ 40%-ს. და დავხოთ კითხვა. 40% შემთხვევაში რატომ არა? რატო არა 100%-ს? იმიტომ რომ ეს ლოგიკა შემდეგ იმეჩნდეს გამოგვადგება. ხო? 60% ძალიან მაღალი რიცხვია, გამომგრეული ჯგუფებიდან, დაწმებიდან, რომ ესე იგი და ამტკიცებს, რომ ეს არის გენეტიკური და 40%, ცხადია ეს 60-40 არ იყო, ეს პირდაპირ რაღაცაც ვიტყვი, მაგრამ ლოგიკა ასეთია, რომ რაღაცა ფაქტორები არის, რომელიც შეიძლება გენეტიკური იყოს, შეიძლება გარემო ფაქტორებიც იყოს. რის გამოც არ არის აუცილებელი, რომ ნემიტარგია დაძმიდან თუ ძმებიდან ყველა 100% იყოს ეს რა ქვია დაავადებული. ანუ შემოდის უკვე რაღაცა ფენომენები, რომლებიც შეიძლება ცოტა ჩააჩოჩოს გენის მუშაობა. თუმცა შიზოფრენია არ არის ამის კარგი მაგალითი, იმიტომ რომ აქ ასევე შეიძლება გენეტიკური ფაქტორები მუშაობდნენ და მხოლოდ შემოვიყვანეს საწყისისთვის, სანამ გადავიდოდეთ თქვათ მეორე ფენომენის განხილვაზე. ძალიან გირჩევთ, ეს არის ვინც არ იცით, ეს არის ძალიან კარგი ვებსაიტი, ლიფტინგი ქვია. სადაც სანდო, უმრავლეს შემთხვევაში ძალიან სანდო ინფორმაცია, ასე ვთქვათ, იდება ხოლმე ძალიან ღრმა მეცნიერული აკადემიური კვლევების შედეგად. ცოტა ხნის წინ გაჩნდა და ორიენტაციაზე ვლაპარაკობთ, ცოტა ხნის წინ გაჩნდა ესეთი სტატია და ეს საკითხი თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ესე ირჩევა და სულ დებატების საკითხი არის, რომ არის თუ არა ორიენტაცია და მასზე დაფუძნებული თქვა ხდება გენეტიკური თუ გარემოს შედეგად, ასე ვთქვათ, მიღებული და ბევრი ისინი არსებობს. ისევ ტუბების მეთოდზე გაკეთებული კვლევების შედეგი იყო. ოღონდ ეხლა მე 10,000 ტუბი ვახსენეთ ამას შემდეგ. რა თქმა უნდა 10,000 ტუბზე 90-იან წლებიდან დაწყებული ძალიან ბევრი სხვადასხვა კვლევები გაკეთდა, მაგრამ ყველა ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, სტატისტიკური მასალა ყველა იმაზე ექსპერიმენტზე ერთი და იგივე არ იყო. აქ რა ხდება? იდენტური ტუბების 47 მხოლოდ 47 წვილი იყო ნანახი, ტუბები იდენტური ძალიან ბევრი არიან, მათ შორის თქვათ ლესბოსელები იქნება, გეები იქნება, ტრანსექსუალები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ მეცნიერები სპეციალურად ეძებდნენ მათ, ვინც გაშვილებულები იყვნენ, დაცილებულები იყვნენ ერთმანეთს. ანუ რომ მოეხსნათ ის ფაქტორი, რომ იმას არ ეთქვა, ვიცი რა ერთ გარემოში იზრდებიან და რა თქმა უნდა ერთნაირად იქნებიან. საერთოდ რაღაცა პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 47 ესეთი წვილი აღმოჩნდა იმ პერიოდისათვის, როდესაც ეს სტატია დაიწერა. ბავშვებმა არც იცოდნენ, ისე დაწინებულები იყვნენ ერთმანეთს, და თქვა ერთი იჯდება ოკლაჰომაში, მეორე ლონდონში, ერთი ტაილანდში, მეორე მეშაპე კანადაში და ასე შემდეგ. ეხლა ეს პირობითად მოვიყვანე, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი 47-დან ვინცად, მაგრამ სხვადასხვა გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ 47 წვლიდან უნდა ვაღიაროთ, რომ დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი არის და ეს არ შეიძლება პრინციპში ბიოლოგიური კანონების მიხედვით არ შეიძლება ამის გენერალიზება, 70%-ის, ასე ვთქვათ, prediction როგორ არის? ხო, წინასწარ მეტყველება კი, ანუ მოკლედ 70% შემთხვევაში თუ ერთი იყო კონკრეტული ორიენტაციის, ეგრეთ წოდებული არატრადიციული ორიენტაციის, მეორე 70% შემთხვევაში იყო, ანუ 70% იყო დაახლოებით ამ 47 წვლიდან. ეხლა აქაც საკითხი სხვანაირად დავხოთ, რა თქმა უნდა, ვინმე შემოგაბადება და ვეთქვი, რომ ნამდვილად ბიოლოგიური მეთოდის მიხედვით 47 წვლი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სტატისტიკურად არის, ასე ვთქვათ, გამართული, მაგრამ ლაპარაკი არის იდენტურ გენებზე. ლაპარაკი არის 100%-იან თანხმედრაზე გენებისა. და 45 თუ 47 წლში 70%-ის თანხმედრაზე, ხო? ეს ცხადია, რომ თქვა, ბევრი საკამათო აქ არის, მაგრამ მეცნიერებისთვის უკვე ეგრეთ წოდებული ძირითადი ტრენდის, ასე ვთქვათ, მიმართულებას იძლევა. ის 40% ისევ უყურმაროთ და ვთქვათ, კითხვა, ამ შემთხვევაში 30%.
რატომ არ არის იდენტურად ეს ვთქვათ ლესბოსელია, ის რატომ არ არის ლესბოსელი 30% შემთხვევაში. აქ შიზოფრენიისგან განსხვავებით ეს უფრო უკეთესად პასუხობს კითხვას, რომ შესაძლებელია გარემოს არსებითი მნიშვნელობა რაღაცნაირად. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გენები მუშაობს 70%-ით და გარემო 30%. ეს პროცენტები არავინ არ იცის. უბრალოდ ეს რიცხვები არის, yani რაღაცა რაოდენობა ხო არ არის იმ ორიენტაციის, რაც მის იდენტური ტიპი არის, ხო? ანუ რაღაცა სხვა ფაქტორი არის, იმიტომ რომ შიზოფრენიისგან განსხვავებით, ხო ეს აბსოლუტურად ესე იგი სხვადასხვა გარემოში გასდიდი ადამიანები არიან და აქ უკვე შეგვიძლია ძალიან თამამად ვთქვათ, რომ იცი რა, გარემოს თავისი როლი უკვე ქონდა. აქ უკვე გენეტიკაც უკვე განსხვავებით ისა შიზოფრენიისგან უკვე ნაკლები ისა აქ რა ქვია, მნიშვნელობა აქვს. ამისი ესე იგი სტატია, რომელზეც ეყნებოდა იყო შემდეგი მოკლედ იგივე სტატია იყო, ეს რატო ჩავსვით სლაიდი არ ვიცი. და გადავედით ასე ვთქვათ ერთ დამატებით კიდე საკითხზე, თუ იცით ეს ვინ არის? ეს არის ჯეფრი დამერი, გაგიგეთ მის სახელმწიფო. ეს იყო ბევრი წლის წინ ამერიკაში რაღაცა ძალიან ცნობილი სერიული მკვლელი, თავსადიხი. ეხლა შეიძლება ვილაპარაკოთ მას ფსიქიური დაავადება ქონდა, ну, ცოცხალ ადამიანებს ჭამდა რაღაცა თავს ვიყავდა, უყარეს მასას ყავდა რაღაც ხალხური საკითხი და ბოლოს დაიჭირეს, რა თქმა უნდა, მე მგონი, ესაა დასვეს კიდევ ელექტროს გამზე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეს არ არის თავი, უბრალოდ სტადიონიდან ის რომ კრიმინალზე გვხვდება. განსხვავებით ორიენტაციისაგან და განსხვავებით იმ ჰიპოთეტური ასე ვთქვათ მაგალითისაგან, ჰიპოთეტური კი არა სრული მაგალითისაგან, რომელიც შიზოფრენიაზე მქონდა ლაპარაკი, აქ ტუბების შემთხვევაში საკმარისად მაღალი, ძალიან მაღალი სტატისტიკური მონაცემები არსებობს. ორიენტაცია ისეთი რაღაცა არის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი მალოდეს, მაგრამ კრიმინალი არ იმალება. და ბევრი ტუბი, იდენტური ტუბი, ძალიან ბევრი სტატისტიკას უკვე გაუძლო, დაშორებული ტუბები, მათი ასე ვთქვათ, კრიმინალ რეკორდები იყო ბევრი წლის განმავლობაში მოგროვებისა და ანალიზის საკითხი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ 80%-მდე ადიოდა, ასე ვთქვათ, თუ ერთი იყო კრიმინალური მეებში შემჩნეული, მეორეც იყო ესეთი. რაღაცა ხასიათობრივია, როგორც ჩანს, მაგრამ რჩება რაღაცა 20%, ხო, რომელიც არ. კიდევ ერთხელ, არავითარ შემთხვევაში ეს აღნიშნავს, რომ 80%-ით მუშაობს გენეტიკა და 20%-ით გარემო. ეს პროცენტები არავინ არ იცის და მეცნიერებას ამაზე პასუხი არ აქვს. რა პროცენტით მუშაობს და ასე დღეს კითხვის დასმა პრინციპში არ არის კორექტული. ეს უბრალოდ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული, ვთქვათ, სიტუაციაში გენი მუშაობს, გარკვეულ სიტუაციაში გენი არ მუშაობს. ახლა განსხვავებით თვალისაგან და განსხვავებით იმისაგან, რა ქვია, მორფოლოგიური მახასიათებლებისგან, როგორ შეიძლება ასეთი რთული ქცევა, რომელსაც უნდა დაგეგმა, მოფიქრება, რაღაცა мотиваცია განხორციელება მოკლედ რაღაცა რთული კრიმინალზე თუ ლაპარაკი იყო და ამისაკენ მიდრეკილი იყო. ადამიანები ამბობენ, რომ თქვათ ეს მხოლოდ და მხოლოდ ცუდი გარემოს და წრის ბრალია, თქვათ იგივე რაღაცა თქვათ სოციალური პრობლემების ბრალია, ბევრი რამის ბრალია და გენეტიკა არაფერ შუაში არ არის. ფაქტია და ამ ფაქტს ვერცად ვერ გავეცევით, ეს უკვე ძალიან გამართული სტატისტიკური ეს არის, რა ქვია, მასალა არის. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, რომელ პოლიტიკურ ბარანცსაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ, ეს არის ფაქტი. და ნუ მისაღები არის, რომელსაც გაიარა მთელი ის გზა შემოწმებისა და 10 წლეულების მანძილზე, რაც მე მანამდე გითხარით, როგორ გადის სამეცნიერო, ასე ვთქვათ, პროცესი. ძალიან საინტერესო სტატია სწავლობდი, ზუსტად ამ თემისთვის, როდესაც ვსერჩავდი და კვლევას ვაკეთებდი. სტატიას და აუდიოებს არის, რა ქვია, ჩანაწერი არის BBC-ზე. აი ეს არის კონკრეტულად ამ იმისი რა ქვია, ამ საიტის მისამართი და თვითონ პროექტი, რომელზეც ლაპარაკობთ, ეცი, ოღონდ ედი არ არის ეს. ეცის პროექტი თვითონ იმის შესახებ ეს კაცის დასაწყო ლაპარაკობს, რობერტ პლომინია, სახელად 1995 წელს რობერტ პლომინმა დაიწყო უზარმაზარი პროექტი, რომელიც ედის სახელწოდებით არის ცნობილი და როგორ გითხარით 10,000 წვილი იდენტური ტიპების სხვადასხვა მახასიათებლებზე იყო და არის დღესაც მიმდინარეობს კვლევა. ძალიან საინტერესო პროექტი არის თავისთავად და გადავედით ყველაზე უფრო კონფლიქტურ, ასე ვთქვათ, საკითხზე. ეს არის ინტელექტი. და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ამტკიცებს, ყოველ შემთხვევაში და არა მარტო ეს, არამედ ბუშერის ბევრი სხვა მეცნიერიც ამტკიცებს, რომ მათი მონაცემებით დაახლოებით 75%
15% დავარქვათ ძალიან მარტივად IQ, რა თქმა უნდა IQ-ს არ არის, მაგრამ ისე დავამარტივოთ ინტელექტი რა ზოგადად, აღმოჩნდა რომ 75% შემთხვევაში ეს არის დამკვიდრებითი და ამას საერთოდ ამოაყერავ ყველაფერი პოლიტიკას თავი დავანებოთ, თუ ამას მივიღებთ და პრინციპში და მეცნიერება ამას იზიარებს, საერთოდ განათლების სისტემა, ასე ვთქვათ, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ შენ საუკეთესო სკოლაში მიიღო ამ ბავშვს, თუ იმაში რა ქვია, ჩვეულებრივ საჯაროში პრინციპში 75% შემთხვევაში ჭყალებში ცხადია, მნიშვნელობა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ის თუ იღებს საბაზისო განათლებას და რჩება კიდე რაღაც 25% იყო, ის თუ იღებს საბაზისო განათლებას და მას თუ გენეტიკა უწყობს ხელს, მას ასე ვთქვათ, არაფერი შეიძლება დააგდეს წარმატების მისაღწევად, სადაც ინტელექტი არის საჭირო. და ცხადია, აქ უკვე შემოდის მეორე მხრიდან ნებათაღელვა, იმიტომ რომ უკვე თანასწორობისა და იმ ღირებულების სისტემას, რომელსაც სიტყვაზე მემარცხენე ფლანგი მიეკუთვნება, ეს ასე ვთქვათ, სამეცნიერო მიგნება comes across, როგორც ვთქვია, ხო? პირდაპირ ასე ვთქვათ, ურტყავს. საწინააღმდეგო. თუმცა მე თუ ვთქვათ, ნაკლებად ურტყავს, მაგრამ ასე მკინეულად აღიქვავენ. მაგრამ ძალიან დიდი სტატისტიკური მასალა არის, ძალიან ბევრი კვლევა არის და ეს მეცნიერები როგორც თავში აღნიშნდა, აი თავისთვის რაღაცებს აკეთებენ და აწლეულების მერე ხდება ხოლმე ამაზე რეაგირებები. დააკვირდით სტატიებს, სადაც საიდანაც მოდის 75%, რომელ წლებში არის გამოქვეყნებული. 96, 94, 90. რატომღაც 2016 წელს ხდება, ასე ვთქვათ, ეხლა დუბლი ამასთან დაკავშირებით. არადა ეს მიგნებები ძალიან დიდი ხნის წინ იყო გაკეთებული და სხვა შენ გამართული სტატისტიკით. იმიტომ რომ ამ პერიოდიდან დანარჩენი სხვა სამეცნიერო ჯგუფები დაუღალავად იმეორებდნენ ამ ექსპერიმენტებს, დაუღალავად. ბოლოს დაგროვდა კრიტიკული მასა ინფორმაციისა, როდესაც ეგრეთ წოდებული ჭყალებში დანარჩენმა მეცნიერებმა coming out-ი გააკეთეს და შეესწრო ეს ესეა რა. აი როდესაც ითქვა რომ ეს ესეა, აქ უკვე დაიწყო სკანდალი. დაიწყო სკანდალი და ის ჩვენ ადამიანები, მემარცხენეს ვეკუთვნით და მემარჯვენეს ვეკუთვნით, რომლებიც მოწყვეტილი ვიყავით მთელ ამ ინფორმაციას, პრინციპში არასოდეს არავის არ მოგვიდეს ჩვენამდე და ჩვენი ღირებულებითი სისტემები გქონდა, ჩვენი იდენტობა გვაქვს რაღაცა თემების მიმართ, ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, ეს უცებ გვირყავს და ძალიან ძნელია აღიარო ის, რაც ასაღიარებელია. ისევე როგორც წინა შემთხვევებში. და აქაც არ გამაგონო ეს დეტერმინიზმი, არ გამაგონო რა ერთზე ალაპარაკი, როდესაც დეტერმინიზმი არ არის ეს ასეთი ასე ვთქვათ საშიში სიტყვა, გინდა მემარცხენისთვის და გინდა მემარჯვენისთვის. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში შეიძლება პრიმიტიულად ვთქვი საკითხს. მაგრამ გადაფასებები რაღაცეებისა შესაძლებელია და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენი წარმოდგენით თანასწორები როგორც უნდა იყვნენ ადამიანები, ეს რამდენადაც შეიცვალოს. უბრალოდ იდიოსინკრაზია ემართება ადამიანს, იდიოსინკრაზიას არის აი მიუღებლობა, ალერგია, ასე რა. ადამიანს ემართება პირდაპირ იდიოსინკრაზია და ნუ ეს ფილტრი არ მუშაობს და მორჩა. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ანუ უნივერსალურია ადამიანის შეფასება ამ შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც. სხვა კიდევ ერთხელ კითხვას, რა გვაიძულებს განსწავლულ ადამიანს, რომ ეჭვი შევიტანოთ გონიურულ დასკვნებში. ისევ წამსები და ღირებულებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენში და რა თქმა უნდა უფრო ადრე ვიდრე ჩვენ რამე სამეცნიერო ინფორმაცია გვექნება და ვიყენებთ ფილტრს, არა აქვს მნიშვნელობა სად ვართ და ვიყენებთ რაღაცა გარკვეულ ფილტრს და ვისხლიტავთ ინფორმაციას. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა ჩვენი იმ ჯგუფიდან გარიყვა, რომელსაც მას ვეყოლებთ. იმიტომ კი არა რომ გვეშინია მართლა ის შიში და რაღაცა მართლა გენგებს ეკუთვნის მარტო. იმიტომ რომ მთლიანად ამათა ეს სრულიად გასაგები ბუნებრივი ადამიანური რეაქცია არის. მე მაგალითად ამას ეს მოკალაგეური კუთვნით არავითარ კრიტიკას ვარ იმას ვეთქვი, რომ ძალიან ბუნებრივი არის. შენ სოციუმიდან გინდა იზიარებ, ერთად ააგენ მთელი კონსტრუქციები, გინდა მემარჯვენე იყავი, გინდა მემარცხენე, ერთად მიიღე რაღაცა ისინი დებულებები, პოლიტიკური მომავალი გაინტერესებს, რაღაცები ჩამოაყალიბე, უამრავი უცებ გენგრევა რაღაცები და სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანები ამას მარტივად ვეიღებენ. მაგრამ გაცილებით მარტივად მიიღებდნენ და გინდა მარცხენა, გინდა მარჯვენა, ჩემი მოსაზრებით
ევოლუცია მოხდებოდა ლოგიკურად და უმტკივნეულოდ მეცნიერების დანაშაული რო არ იყოს, რომ იმისა, რომ მეცნიერები თავისთვის რაღაც საკეთებენ და ნაკლები კომუნიკაცია არის საზოგადოებასთან. ეხლა ის რომ აქვეყნებენ რაღაცას პოპულარულად, ხო, არ არის როგორც ჩანს საკმარისი. და არ განიწოვება ხოლმე ისე ბიოლოგიური და სამედიცინო ინფორმაცია, ამ შემთხვევაში უფრო ბიოლოგიური ინფორმაცია საზოგადოებაში, როგორც ფარდობიტობის თეორია მაგალითად, ან როგორც თქვა იქ რაღაცა კვანტური თეორია. იმას მარტივად ვიდეთ, იმიტომ რომ კონფლიქტური არ არის. ისე მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ ვართ ხელშეკრული. ბევრ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში არ არის რა თქმა უნდა, და როგორც კი დადგება საკითხი, თუ თქვა ეხლა თქვენ შორის ვიღაცა მემარცხენეა, ძალიან მარტივად მიიღებდა პირველ არგუმენტებს და ამებზე დასვადა ზუსტად იმ კითხვას, რასაც თუ ვინმე მარჯვენია დასვავს აკეთებენ რა. რომ იცი რა, დამიმტკიცე რა, show me the evidence, რომ ნამდვილად ეს ასე არის. ვერანაირად ვერ გეტყვით, რომ ეს ასე არის, თუ ასე არ არის. მე რაც დავიკითხე იმ მაღალი ფაქტები ჟურნალებიდან, ის არის მოტანილი, რომ მე ამ ტყუპებზე არ ჩამიტარებია კვლევა, რა თქმა უნდა, არა მაქვს საფუძველი ისევ როგორც კლიმატის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული, არ ვენდო ამას და არა მაქვს საფუძველი თქვა, რომ იცი რა, ნუ ეს ადამიანები არიან კონსპირაციის თეორიით შეპყრობილი ეს ამდენი მეცნიერი, რომელმაც ესეთი დასკვნები გააკეთეს. შეგახსენეთ ისევ ამ ციტატას Science-ის რედაქტორის, რომელიც ძალიან მიყვარს ეს ქალი და ვეთანხმები აბსოლუტურად და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.